მოგესალმებით პირველი არხი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმოგიდგენთ საფეხბურთო შოუ კომენტატორის ფინალურ დაპირისპირებას. დღეიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი კომენტატორი ეყოლება, ხოლო მეორე ადგილზე გასულს კი პირველი არხი და ევროპაბეთის სპეციალურ პრიზს გადასცემს. მეორე ადგილზე გასული არხის კომენტატორთან ერთად პრაღიდან 2012-2013 წლის UEFA სუპერთასის მატჩს წაიყვანს. ოჩაღლიკა ესე იგი, 3 თვის განმავლობაში პირველმა არხმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარმოგიდგინათ 100-მდე მონაწილე და 11 გადაცემა. ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი პროექტი ყოფილიყო ძალიან წარმატებული, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას. დღეს თქვენ შევხვდებით ჩვენს ორ ფინალისტს, თუმცა სანამ გამოვავლენთ მათგან რომელია საუკეთესო, მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო, ასე ვთქვათ, დავალების შესრულება. მანამდე კი მე მინდა სიამაყით წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის ჟიური. ბატონი დავით მუჯირი, ბატონი დავით მინაშვილი და ბატონი სოსო ლაღიძე. კარგი, ეხლა მე უნდა გკითხოთ თქვენ ამ 3 თვის განმავლობაში გაიარა ესე იგი 3 თვემ და 3 ამდენმა კონკურსანტმა თქვენს ხელში. შეაფასეთ 3-ივე თუ შეიძლება. მე დავიწყო? თქვენ თავმჯდომარე ხარ. პირველ რიგში მე მინდა ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა, ყველას მიულოცო, ეს მართლა გამარჯვებაა, რადგანაც პროექტი შედგა, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. აი ეს ადამიანები, ვინც არიან თავის გულშემატკივრებთან ერთად დღეს მოსულები, მე ვფიქრობ, ყველანი კმაყოფილნი არიან, მიუხედავად იმისა, რომელ ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას და ორი ფინალისტი, ორი ღირსეული ფინალისტი. თუმცა ზოგადად პროექტზე თუ საუბრობთ, ალბათ ეს ის პროექტია, რომელიც უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო წარმატებული უნდა გამოვიდეს, რადგანაც ის ინტერესი, რაც არის, ზოგადად ამის საფუძველს იძლევა და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვახუჩი კვაიძემ ამ პროექტს გამოვიდეს, სოლიც მოიყვანა და პროექტი დაეხმარა ამ ყველას და მიულოცოთ ყველას. აი ესეთი პროექტია, ბევრი დამეგობრდა, ზოგი დაოჯახდა და ყველაფერი კარგად არის. ზოგი მოიყვანს, ზოგი სამსახურში შოვის და ასე შემდეგ. მეც ასევე მეგობარი გავხდი, ჩემი დათოსი და მეორე დათოსი. მთელი ჯგუფის რა თქმა უნდა, მე მადლობა მინდა გადავიხადო იმისათვის, რომ ვოვა ნიკოლაიშვილი არის სპორტულ რედაქციაში. კარგი მეგობარი ჩემი, სანდროს მინდა ცნობილაძეს მადლობა გადავიხადო და ეს ჩემი დათო, როგორც ჩემი კოლეგა, ამჟამად როგორც ჟიურის წევრი. ნუ რთული იყო, რა თქმა უნდა, შეფასებები, რთული იყო საერთოდ ეს ყველაფერი, მაგრამ საინტერესო პროექტია, რა თქმა უნდა. და მე მგონი, რომ ამ პროექტმა მაინც გაიმარჯვა. ბატონო სოსო, ყველაზე დიდი სირთულე რაში მდგომარეობდა პროექტის? სირთულე იმაშია, რომ თვითონ კონკურსანტები გაძაბული იყო პირველ ვარიანტში, ნერვიულობდნენ, ზოგს მეტყველება ისე გამართული არ ქონდა, ზოგი კიდე იბნეოდა, ზოგი კიდე მოთამაშეებს უღრევდა ერთმანეთს და არ ამოვიდა. მერე თანდათან ეს ყველაფერი გამოსწორდა და უკვე ფინალისკენ რო წავიდა საქმე, უკვე ის 4-ეული, ის ნახევარ ფინალი უკვე საინტერესო იყო, ეს იყო ნოდარი სიმსივე, ლევან ჩხაიძე, ნიკა გაბელია და მელოიანი, ედვარდი მელოიანი. ესენი საინტერესო პიროვნებები იყვნენ, მაგრამ იქიდან ორი ავარჩიეთ ჩვენ და მე მგონი ჟიურის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, მე თუ არ ვცდები. დავით, შენს თქვი ორი. ისე ზოგმა წონაშიც დაიკლო ამ პროექტის გამომაში და ესეც კარგია. ძალიან კარგი იყო, რაც თვალშისაცემია პირველი ტურიდან გადაცემიდან გადაცემამდე და ტურიდან ტურამდე აქ მეგობრული კოლექტივი იკრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კონკურსანტმა იცოდა, რომ ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ, აქ ტურიდან ტურამდე იგრძნობოდა მათ შორის როგორ მეგობრდებოდნენ ტურიდან ტურამდე და ეს ძალიან მისასალმებელია, ერთმანეთის წარმატება უხაროდათ, აქ თქვენს თვალნათლით ხედავთ, დღეს რამდენი წარმომადგენელია კონკურსანტია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი პირველივე ტურში გამოეთიშა ასპარეზობას, კარგია, რომ ესეთი მეგობრული კოლექტივი შეიკრა და მოვიდნენ თავიანთი მეგობრების საქომაგოდ. რაც შეეხება თვითონ ამ პროექტს, მე ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვარ მეც. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში ჩემ კოლეგებს, არანაირი სირთულე არ ქონია მთელი ამ 3 თვის განმავლობაში. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვცდილობთ, რომ მიგვეღო კორექტულად, შეიძლება რაღაც ეპიზოდებში ვწდებოდით, თუმცა ჩვენ მაინც ისეთი გადაწყვეტილებები მივიღეთ კონკრეტულ ეპიზოდში, კონკრეტულ მომენტში, როგორც თვლითით, რომ სამართლიანი იყო.
ასე რომ გისურვებთ დღევანდელ ფინალისტებს მინდა წარმატება უსურვო და მე მინდა რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. და კიდევ მინდა დავამატო რომ ალიკო ჯავახიშვილი მინდა ვახსენო თავისი შემადგენლობით ვინც ემსახურებოდა ამ საქმეს. ნამდვილად. და მე მინდა ჩვენს მაყურებელს გავაცნო ჩვენი გადაცემის დღევანდელი გადაცემის ფინალისტები. ლევან ჩხაიძე და ნოდარ სიმსივე. მოგესალმებით. დავიწყოთ ნოდარით, ის არის 25 წლის, სად დავდგე? აი აქ. 25 წლის დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი, ამჟამად მუშაობს რკინის თეატრში. მან ჩვენს მაყურებელს თავი დაამახსოვრა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ემოციურმა და ექსტრავაგანტულმა, ასე ვთქვათ, კომენტატორმა მომავალმა. მას ფინალში შეხვდა საკმაოდ ძლიერი კონკურენტი, უბრალოდ ნახევარფინალში. ეს იყო ნიკა გაბელია, თუმცა მოახერხა და ნიკასთანაც მან გამოაჩინა თავისი, ასე ვთქვათ, კარგი მხარე და ფინალურ ეტაპზე მოხვდა. ფინალში დაუპირისპირდება ლევანს. და მოდი ვნახოთ ვიდეო გიორგი და უფრო დაწვრილებით შევიტყოთ ფინალის შესახებ ყველაფერი. მე ვარ ნოდარი სიმსივე, 25 წლის. ვარ მსახიობი. აქედან იწყება ნოდარის ფეხბურთის სიყვარული. აქ დაიწყო ჩვენი გაცნობაც. ის დიდი სიყვარული, რომელიც ქართულ ფეხბურთს უკავშირდება ნოდარის სიყვარული ქართული ფეხბურთის მიმართებაში და აქ დაიწყო ჩვენი ფეხბურთის ჩაყრა საფუძველი. ცოცხალი კედელის დაყენება პირველად აი დავარჯიშებდა 4 კაცი დააყენეს სამკაციანი ცოცხალი კედელი, აი ეს კარი იყო. აი ტანგასთან რომ ვიდექი ხოლმე ძელთან რომ ვიდექი. დავაყენებ ცოცხალი კედელს, ვერი არც გაარო. ჩემი კუთხე დავიწყე. ყველაფერზე ელემენტარულად წიგნებზე, დროულებზეც უეწერა თავის საყვარელი ფეხბურთელის სახელი გვარი და ეს დავცინოდით ერთ პერიოდი, რომ ესე ქონდა ამოჩენილი რაულ გონსალესი, ძალიან უყვარდა, დღემდე უყვარს და რაულ გონსალესი იგივეა, რაც ნოდარ სიმსივე, ანუ უდრის ამას. ყველა ვეთაყვანებოდით ისეთ გუნდებს, როგორც იყო ბარსელონა, როგორც იყო რეალი, როგორც იყო ივენტუსი, მაგრამ ეს იმით იყო განსხვავებული კიდე, რომ თბილისის დინამოს გულშემატკივარი იყო და აი ფეხბურთელის სიყვარულშიც განსაკუთრებული იყო, იმიტომ დავით გვარამაძის სიყვარული ჰქონდა, გამოირჩეოდა იმით, რომ დავით გვარამაძე უყვარდა და სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თეატრალურზე. იქაც სხვათა შორის წარმატებით მოვაწეობდა თავის სფეროში. თეატრი როგორც ფეხბურთი, ასევე მისთვის ძალიან ძვირფასია. არის ძალიან კარგი თავის სფეროში. მსახიობობა რამდენადაც მაგისთვის არის მთავარი, ისევე არის კომენტატორობა, ის ბავშვობიდან ჰქონდა ამის სურვილი და უნდოდა. თავისთვის ყოველთვის იწერდა, დიქტოფონი აქვს ერთი, რომელიც იყიდა და თვითონ სახლში, თუნდაც ისე, როცა უყურებდა ფეხბურთს, კომენტირებას თვითონ სულ აკეთებდა. არ არსებობდა, რომ ისე დამჯდარიყო და რაღაცა ჩუმად ეყურებინა ფეხბურთის. შოთა არველაძემ მთლიანად როგორც შემოქმედმა ადამიანმა ეს კარგად შეფუთა ეს ეპიზოდი და გაათანაბრა ანგარიშში ერთ-ერთი ხედავთ რა ხდება, გააჩუმა მთლიანად სტადიონი. მას აქვს ძალიან დიდი სიყვარულის უნარი. უყვარდეს ადამიანები, უყვარდეს საქმე, პროფესია. ეს ალბათ კარგად ჩანს მის წაყვანილ მატჩის დროსაც, რომ მას უყვარს ფეხბურთი, უყვარს ეს პროფესია, უყვარს მაყურებელი. ხედავთ ფონს ძალიან ლამაზია, როდესაც ქართულ სტადიონებზე მრავლად არის მაყურებელი, რასაც პერიფერიები ყოველთვის დაიქვეყნიან ამით სამწუხარო დედაქალაქზე ამას ვერ ვიტყვით. ნოდარი არის თავის საყვარელ საქმეში, რო ვთქვათ, ესე დონკიხოტი რა. აი გულსდებს, სულსდებ და თავგაწირულად წინ მიწევს. არის ძალიან პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, შრომის მოყვარე, თუ რამეს ხელს მოკიდებს, აუცილებლად ბოლომდე მიყავს. თავისებურად და გიჟს ვეძახი ხოლმე, არანორმალური ხარ თქო. ესეთია ცხოვრებაში, თუ ემოციოთ არაფერს არ აკეთებ, ძალიან ემოციურია. ძალიან კარგი ეპიზოდი შეიძლება გამოდგეს. სახიფათო მდგომარეობა ქუთაისელი ფეხბურთელები 1-1-ია და 1-0 ქუთაისის ტორპედომ გახსნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში აი ნახეთ. და ბერიაშვილი წინვალე ეპიზოდი აქვს. კარგად შეიჭრეთ, სივრცეები დარჩათ. გორელ ფეხბურთელებს დაბით ისარგებლეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა კარგად შევიდნენ ამ ეპიზოდში ჩაჯარიმოში კერძოდ ეს გახდა და ბერიაშვილი რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა შეიძლება ითქვას და გახსნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში. არ თამაშობს ამას. ესეთი დაიბადა, რაც თავი მახსოვს ესეთია და ესეთი დარჩება ბოლომდე. გადავედი გენ? იქ ჰაერზე უნდა გამოქვიდე. დაჯექი ნერვიულობ, იმიტომ რომ გენდა ცვალში რა ეგრე.
ნამდვილად არის ძალიან ბუნებრივი, როგორც არის ამ პროექტში და ალბათ მე კიდევ აღნიშნავ, რომ ეს გამოსდის ძალიან დიდი ამ საქმის სიყვარულით მიდგომის გამო. სახიფათო მდგომარეობა 1-1-ია და 2-0 მწყინვალე ეპიზოდი ბერიაშვილი 2-0 დუბლის ავტორი ქუთაისელი ფეხბურთელი. რაღაცეები რაც ყველა მიცი და თქვენც უკვე ალბათ ნახეთ, ეგ ჩვენ ადრე ვნახეთ. თავისი არანორმალურობები პატარ-პატარ. ნუ ზოგჯერ დიდი რა თქმა უნდა. ძალიან დამსახურებულად არის ამ პროექტში ახლა ფინალში და მე იმედი მაქვს რომ ნოდო გახდება ამ პროექტის გამარჯვებულიც. და მე ვფიქრობ რომ ეკუთვნის მას გამარჯვება. მუდარის გამარჯვება და მისთვის სიხარული და გამოხატვა ეს არ ვიცი რა იქნება. ეს იქნება რაღაც წარმოუდგენელი რაღაცა რა. დაინახავთ, არ ვიცი, უზომო ბედნიერებას და უზომო გაგიჟებას და არანორმალურობას რა. როგორც ყველას შეგაჩვიათ ნოდარი თავის თავი. აი ჩუმად აი მე ეცავს რა ტურნირის მეორე ფინალისტი ტურნირის გახდა ნოდარი. ხაბარა თავის თავი. იგი ბაზარი არა. ფინალისტი ტურნირის გახდა. შეგენაცვალე. შენიც ეხლა რო არ გაიმარჯო, მაგრად გამიტყდება, იმიტომ რომ თემა შენ გამაგდე რა. ვამოს, გენაცვალე რა. გენაცვალე. პირველ რიგში მინდა მიულოცო ჩემს ძმაკაცს და ჩემს ძალიან ახლო მეგობარს და ძალიან ახლო ადამიანს ნოდაძის ესეთი მეცახელი შევაქვი მას მე და სხვადასხვა მთელი თავის საზმაკაცო თამას ეძახის უკვე. მიულოცო მას ეს წინვალი გამარჯვება უკეთესობისკენ და უკეთესობისკენ გადაგედგას მთელი ნაბიჯები ხე ჭიქამაკლია თორემ შენს დაგლოსავ რომც გამოვარდნილიყავ ვიამაყებდი რომ შენ გამომაგდე იმიტომ რომ კაცი ხარ მაგარი ხარ პროფესიონალი ხარ და ოცნებობ შენთან ერთად დავჯდებოდი დიდი სიამოვნებით და აი ახლა შეიძლება ემოციებში ვარ შენთან ერთად წავიყვანდი თამა შენ შემოგევლე კაცი ხარ კაცული რა გენაცვალე წარმატებას გისურვებ როგორც ნიჭიერ მსახიობს და როგორც ნიჭიერ კომენტატორს რა გენაცვალე ჯიგაში ნიკუში ვენკა შენ შემოგევლე მე დაჩეხება ლევან ჩხაიძეს. ლევანი არის 25 წლის, დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. ჟიურის მოხიბლა მან შეძლო იმით, რომ ლევანი ტურიდან ტურამდე განიცდიდა პროგრესს და ვითარდებოდა, თუმცა ნახევარფინალურ ეტაპში მას ჰყავდა საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ედუარდ მელოიანი. ლევანმა საკმაოდ კარგად შეასრულა დაკისრებული დავალება და შესაბამისად ფინალურ ეტაპშიც გადმოვიდა. ლევან, გარდა ამისა, მე ვიცი, რომ შენ ახლა კავკასიის ონლაინში მუშაობ, ანუ დასაქმებული ხარ, მაგრამ სანამ შენ მოგვიყვებოდა შენ თავზე რაღაცებს, მანამდე ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც პირველმა არხმა სპეციალურად ლევანზე დაამზადა. დადებითი პიროვნება, რა თქმა უნდა, ხასიათს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ადამიანთან ურთიერთობა გიწევს და ბევრი კარგი თვისება აქვს, ესე კონკრეტულად ვერ გამოვყოფ რომელიმეს. ლევანი არის ძალიან ერთგული ადამიანი, ზოგადად უკვე მე მგონი აღნიშნეს კიდეც. არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა. სკოლა იყო უნივერსიტეტი, ეზო თუ უბანი, ერთად მოვიდივართ ბავშვობიდან, ძალიან კაი ადამიანი, ძალიან კაი ხასიათის და ძალიან კაი გაგების. ყოველთვის დაგეხმარება, გაგიგებს, მოგცემს რჩევას. ასე ვთქვათ, ძალიან დადებითი ადამიანია. ყველაზე ისეთი თვისება რაც აქვს, ეს არის ერთგულება. ბავშვობიდანვე ეს თვისება ახასიათებდა და აქვს ამ თვისების კარგი მხრივ გამოყენება რა. მეგობ თავიდანვე რაღაც საქმეს მოკიდებ და ხელს თავიდანვე აკეთებდა ერთგულად. 6 თვიანი პერიოდი ჰქონდა უმუშევრობის ასე ვთქვათ რა და ის სულ ერთად ვიყავით აი 6 თვის მერე როგორ დასაქმდა ანუ ფაქტიურად ეს რაღაცა გაწყდა რა ეს მომენტი იმიტომ რომ იმდენად ჩართული იყო იმ საქმეში და გართული იყო თავის საქმით რომ და ეხლაც ამ პროექტში რო ჩაერთო პარალელურად სხვა საქმით არის დაკავებული და მე მგონი რავი ყველა ხედავს და ყველა აღწევს რომ თავის საქმეს რასაც ირჩევს იმას ბოლომდე მონდომებით უდგება რა ბავშვობიდან იყო მიზანსწრაფული მონდომებული სრულფასოვანად უყვარდა ყველაფრის გაკეთება და ჩაღრმავება
და ეს არის ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ადამიანს, რომ იყოს წარმატებული ცხოვრებაში. ჯერ ერთი რომ სატურნირო თვალსაზრისით ეს ორი გუნდი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან და შესაბამისად ქუთაისელები მიუახლოვდნენ უკვე ამ გამარჯვებით უახლოვდებიან უფრო სწორად თუ მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე და მე ის რომ გახსოვთ ალბათ ქუთაისში ჩატარებული მატჩი, სადაც გორის დილამ შეძლო ქუთაისელების დამარცხება მინიმალური ანგარიშით და შესაბამისად ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, ისე რევანშის მხრივ. ცოტა რთული იყო თავიდანვე, როდესაც სულ ველოდებოდით რომ სასახლიდან მოვიდო და ჩვენ დაგვითმობდა დროს. თუმცა კომენტატორის ამ კონკურსის პერიოდში ეს ასე არ იყო, სახლში მოდიოდა კიდევ რაღაც 13 საათი ქონდა, ძალიან ბევრს შრომობდა ნამდვილად, იმისთვის რომ აქამდე მისულიყო. რაც შეეხება ამ კონკურსს და ტელეშოუს დარწმუნებული ვიყავით, რომ ლევანი წარმატებას მიაღწევდა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფინალშია და დარწმუნებული ვართ, რომ ფინალსაც გავიმარჯვებთ. ეგრე რა. მე ხედავ არა მეორე ტურში, არამედ ცოტა იქით უფრო და მოდი ნუ გამიცრუებ იმას. მე მგონი მიაღწია კიდევ თავის მიზანს და მისი ბავშვობის ოცნება აისრულა. გამოარჩევდა ძალიან დიდად თავის მიზან დასახულობა ყოველთვის. ეს იყო სტუდენტობის დროსაც და ეს იყო ზუსტად ამ პროექტშიც. რის გამოც პრინციპში მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლოს აუცილებლად მიაღწევდა წარმატებით, იმიტომ რომ რასაც მიზნად ისახავს, ყოველთვის აღწევს. ძალიან კარგად ითამაშეს საქართველოს ფეხბურთელებმა. ისარგებლეს მოლდოვის მცველების მცირე შეცდომით, კარგად გაერთვა გელაშვილი სიტუაციაში, გააკეთა ზუსტი და გამოზრდილი გადაცემა აქ. ალექსანდრე კობახიძის მიმართულებით, რომელიც საჯარიმოს ოდნავ ცენტრიდან შემოიჭრა და ბრწყინვალე თაური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეკარის კარში. ვიყავი მასთან მისული, ან სულ რაღაც სტატისტიკას კითხულობდა, უფრო ცდილობდა, რომ მეტი და მეტი ინფორმაცია მიიღო, მეტი, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგია და ტერმინოლოგიის დახვეწა შეეტანა მის მეტყოლებაში და რა ვიცი, განვითარდა და მე მგონი რომ კიდევ უფრო წინ წავა, თუ ესე გააგრძელებს. ლევანი იმიტომ გამოირჩეოდა სხვა მონაწილეებისგან, ასე ვთქვათ, განათლება ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან დახვეწილი მეტყველების უნარი აქვს, რაც ამ პროექტისთვის ჩემი აზრით არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან მძიმე წუთები ელის, მთელი 90 და შეიძლება მეტიც კი. თბილისის დინამოს განმეორებით თამაში, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სოლიდური უპირატესობის მოპოვება შეძლო ჩვენმა ფეხბურთელებმა აქ. მე ნამდვილად გამოვარჩევ ამ თვისებას, რომ როდესაც მიყავს სპორტული გადაცემა და კომენტირებას უკეთებ, აუცილებელია რომ არ დაძაბო მაყურებელი. გვარს არა მარტო ყურება ფეხბურთს, არამედ აი თითოეული წვიმანი და დეტალი, რაც ფეხბურთშია. მქონდა ძალიან დიდი იმედი იმისი, რომ ფინალშიც გავიდოდა და ვფიქრობდი იმასაც, რომ გამარჯვებულიც იქნებოდა, მაგრამ ეს შეიძლება ცოტა სუბიექტური აზრია ჩემი მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა განსხვავებული არის სხვებისგანაც და ცოტა სხვა თვისებები აქვს და ალბათ ამას უფრო უკეთ ჟიური შეაფასებს და გადავწყვეტ. მიულოს პირველი ფინალისტი არის ლეო ჩაიძე. აბსურდის თეატრში მგონია, ეხლა თავი დამანებეთ თქვენ ზმახარ. რებს მელაპარაკებით. დავამთავრე ვაფშე რა, ვсё. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რომელიც მე მივიღე, მაქსიმუმი გავაკეთე და როგორც შემდგომ გამოჩნდა, ასე ვთქვათ, დამიფასდა ეს ყველაფერი და ამით ვარ პირველ რიგში ძალიან ბედნიერი და დიდი მადლობა მინდა უთხრა ჟიურის კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, გამოცხადებული ნდობისთვის, მაქსიმუმს შევეცდები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად რომ ფინალშიც არ შევარცხვინო, ასე ვთქვათ, არავინ ვინც მე მხარს მიჭერდა მთელი ამ პროექტის განმავლობაში. ლევანის მიულოცა უწინარეს ყოვლისა გამარჯვებას, თუმცა პირდაპირ ვამბობ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ჟიურის გადაწყვეტილებით და არ ვიცი, გამომდინარე იმ სიუჟეტიდან, რომელი მონაკვეთის მოხდა აი ამ გადაცემაში, ჩვენი წაყვანილი მე ნამდვილად მეგონა, რომ მე გავიდოდი ფინალში. ნეტი არაფერს თქვა არ შემიძლია. აი ესეთი კარგი და ძლიერი მონაწილეები. ასეა, ყველა ფინალში მოხდება, ზოგი ფინალში გადის, ზოგი ნახევარფინალში რჩება. მე ნოდართან მაქვს კითხვა, რომელმაც მოახერხა და ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს, სულ რამდენიმე წუთი დარჩა ფაქტიურად გამარჯვებულის გამოსავლენად, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ გაიხსენოთ თქვენი განვლილი გზა. ძალიან ბევრი შრომა დაგჭირდა პირადად შენ და მოხვედი ფინალამდე, გაიხსენე ეს. პირველ რიგში მინდა აი ყველას აქ ვინც არის შეკრებილი დიდი მადლობა გადაუხადო, რომ
ბავშვობის ოცნება ამისრულდა რომ უკვე აქ ვარ. ბავშვობის ოცნება ამისრულდა რომ მომიწია თამაშების კომენტირების საშუალება მომეცა რა, ლაივშიც წამეყვანა, კლასიკურ თამაშებს შევხებოდი, მე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რის ხარჯზეც მოვედი. აი ეს ხალხი, აი ეს სიმდიდრეა, აი ამ პროექტმა რაც შეიძინა. დიდი ოჯახი შევკრა და აი სამუშაო ჯანსაღი გარემო იყო, სამუშაო იყო, ყველანაირად აი გიწყობდნენ ხელს, სითბო იყო და უბრალოდ უნდა გეკეთებინა შენი საქმე. აი ამ ხალხმა შემიწყო ძალიან ხელი და ძალიან შრომის ხარჯზე და ნერვიულობის და ღამეების, თენების ხარჯზე. შენ ნერვიულობას ვხედავდით. და დიდი მადლობა მინდა კიდევ უთხრა ამ ხალხს, ყველას თვითონ აი ხალხს, ვინც აი ესე ერთ ოჯახად შევკრა რა ყველამ. ჩვენ დიდი ოჯახია ხო ეს. მე ხშირად საუბრობდი ჟიურის შენ პროგრესზე. შენი აზრით, რაში გამოვლინდა შენი პროგრესი და როგორ მოხვედი ფინალურ ეტაპამდე? პირველ რიგში მეც ვიტყვი იმას, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს, ჩემს მეგობრებს, ამ პროექტის ორგანიზატორებს და პატივცემულ ჟიურის, იმიტომ რომ მთელი ამ განვლილი ეტაპის განმავლობაში მათი ჯანსაღი კრიტიკა მე ძალიან მეხმარებოდა და აგრეთვე არ შემინდა არ აღვნიშნო ერთი ადამიანი, ჩემი უშუალო უფროსი, ბატონი ოთარ ბაქრაძე, რომლის ძალიან დიდი მხარდაჭერის და გვერდში დგომის გარეშე მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ ეტაპამდე აქ მოსვლას. რაც შეეხება იმას თუ ზოგადად რას აფასებდა ჟიური ჩემში, რა მოწონდა და არ მოწონდა და პროგრესი რაში იყო, მე ასე ვიტყოდი, რომ რეალურად პირველ როდესაც ვნახე უკვე ჩემი ნახევარფინალური გამოსვლა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი იყო სხვაობა იმ წაყვანილ თამაშსა და პირველ ტურში წაყვანილ ჩემს კომენტარს შორის, ასე ვთქვათ. ალბათ ისევ საკუთარ თავთან ძალიან ბევრი მუშაობა, მათი შენიშვნების სწორად გათვალისწინება და ფეხბურთის უზადო სიყვარული, რომელიც ბავშვობიდან მაქვს ნამდვილად. გაგიკეთებია ყველაფერი, რაც ჟიურის უთქვამს შენთვის. ყოველ შემთხვევაში არის ფინალში. ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი და მაშინ მე ჟიურის მინდა ვთხოვო, შეაფასოთ ნახევარფინალი და ასევე ჩვენი ფინალისტები. დავით, შენგან დავიწყებთ. პირველ რიგში შევეხები ედუარდის ემოციებს ნახევარფინალის შემდეგ. კარგია სპორტული ჟინი ინტერესი როა, ყოველას უნდა და ფინალში მოხვედრა, თუმცა ჩვენ ჟიურის წევრები თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენ განწირული ვიყავით იმისათვის, რომ ყველა მონაწილე კმაყოფილი ვერ იქნებოდა. რაღაც ეტაპზე ყოველთვის უძლიერესი გადადის ეს კონკურსი იყო და ჩვეულებრივად დიდი პრობლემები ჰქონდა ჩვენ პირველივე ტურიდან, პირველიდან მეორე ტურში გადასვლაზე, მეორედან მესამეში და ასე შემდეგ. თუმცა მე გპირდებით და გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენ მომავალშიც და წარსულშიც ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებდით, რომელიც იმ დროს სწორად მიგვაჩნდა და კარგია ერთის მხრივ, როდესაც ყველა კონკურსანტს და ამ შემთხვევაში ედუარდს უნდა და ძალიან ფინალში გადასვლა. მე დარწმუნებული ვარ, ხა ეს ხელგულზე გაკეთებული განცხადება იყო და მე წარმატებას უსურვებ. ედუარდი არის ძალიან კარგი წამყვანი. მე ხშირად უსმენ მის გადაცემებსაც საქართველოს ფაზე, ასე რომ მე მას წარმატებას უსურვებ, ვიცი რომ იგი უკვე შემდგარი კომენტატორი და ჟურნალისტი და მე მას წარმატებას უსურვებ მომავალ საქმიანობაში. თუმცა გადავდივართ შემდეგ საკითხზე, თქვენს თვალწინ არის ორი კონკურსანტი, ჩემი პირადი შეფასებით, ნოდარი პირველივე ტურიდანვე, ჩემი ერთ-ერთი სიმპათია იყო და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იყო პირველივე ტურიდან და ძალიან მიხარია, რომ უნდა შენ შეძელი ამ ფავორიტის ტიტულის შენარჩუნება მთელი კონკურსის განმავლობაში და დღეს ფინალში ზიხარ აქვს. რაც შეეხება ლევანს, ეს მეორე საკითხია კიდევ, იმიტომ რომ თქვენს წინაშე არის ლევან ჩხაიძე, რომელიც ჩვენი აზრით და ჩემი პირადად ღრმარწმენით არის ტურნირის ყველაზე პროგრესირებადი მონაწილე და გარდა იმისა, რომ იგი სტაბილურად კარგი იყო, იგი სტაბილურად პროგრესირებდა, რამაც მას ხელი შეუწყო ფინალში მოხვედრილიყო. ლევან, გილოცავ, შენ თუ ესეთი ნაბიჯებით იარე და პროგრესი განიცადე, საქართველოს შენი სახით კიდევ ერთი დიდი კომენტატორი ეყოლება და შენ გაქვს ამის პოტენციალი. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ითვალისწინებდი ჩვენ რჩევებს, შენ ტურიდან ტურამდე იზრდებოდი და მიხარია, რომ დღეს შენ ფინალურ მაგიდაზე ხარ დამსახურებულად და მინდა რომ დღეს ორივე ძალიან რთული დავალება გაქვთ, ერთმანეთის წინაშე ორი ძალიან ძლიერი კონკურსანტი ზის, ჩემი და ჩვენი აზრით დამსახურებული ფინალისტები და დღესაც ჩვენ ვიცი რომ ძალიან რთული გადაწყვეტილებას მიღება მოგვიწევს, თუმცა წინასწარ გავფრთხილებთ, რომ წინასწარ ბოდიშაც გიხდით, რომ რომელიღაცა ნამდვილად დარჩებით მეორე ადგილზე. თუმცა მეორე ადგილსაც საკმაოდ დიდი პრიზი აქვს. ამიტომ თქვენ უკვე წარმატებული ხართ, რომ ამაგიდაზე ზიხართ და დღეს ფინალში ზიხართ. დიდი მადლობა. ბატონო დავით.
რატომ ფლათი საუბრა, მე აღარ შევეხები იგივე ნახევარფინალებს, მაგრამ ერთის თქმა აღსანიშნავია, რომ ტურიდან ტურამდე უკმაყოფილო კონკურსანტები რა თქმა უნდა იყვნენ და როდესაც პირველ დღეს დავსხედით და საუბრობდით ამაზე, ამაში დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიღაცა რა თქმა უნდა უკმაყოფილო დარჩებოდა, ზოგი სწორად აღიქვავდა ამ კრიტიკას, ზოგი არასწორად, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და ამისთვის ყველანი ჩვენ სამივენი მზად ვიყავით. ასე რომ რაღაცა აი ეს იგივე ესეთი ემოცია, კარგია ემოცია, მაგრამ ეს არის ხელგულზე გაკეთებული და ესეც ალბათ სწორია, როგორც დათომ აღნიშნა, ადამიანს როცა აქვს სპორტული ჟინი, ეს უნდა გქონდეს. წაგება ყოველთვის სტუდია და წაგება არავის არ უყურებს. აქ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც თუნდაც პირველი, მეორე, მესამე ტურში ვარდებოდნენ, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ შემდეგ მოდიოდნენ და მადლობას ამბობდნენ იმისათვის, რომ რაღაცა ძალიან კარგი სკოლა გაიარეს და მეგობრები შეიძინეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ის რა რაოდენობაც ხალხი ესწრება, დღეს ეს ამაზე მეტყველებს, რომ საერთო ჯამში კიდევ ერთხელ მე პროექტი შედგა და აი ეს ადამიანები დღეს მეგობრები არიან და დღეს ერთად არიან და გულშემატკივრობენ ორ ღირსეულ ფინალის მეც იგივეს დავამატებ ჩვენი აზრით და რაც შეეხება ამ კონკურსანტებს იგივე აზრი ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირი აზრი გქონდა კი ყოველთვის გვიწევდა კამათი ამა თუ იმ მონაწილეზე რომელი ჯობდა ეს არ იყო იოლი განსაკუთრებით ბოლოს უფრო რთულდებოდა მაგრამ თავიდანვე იყო აი 64-ის დატოვებაც კი პრობლემა იყო და 32-იც მე ძალიან კარგად მახსოვს 32 ადამიანზე ვიდავეთ ძალიან ბევრი რომ 32-ეთ ვიყოფილიყო და ვინ გადასულიყო შემდგომ ეტაპზე თუმცა დღეს უკვე ორი ღირსეული ადამიანია წარმოდგენილი აქ ფინალში და ძალიან ემოციური, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი, მაგრამ მათ აერთიანებს ერთი, საქმისადმი და ფეხბურთისადმი სიყვარული და ეს უკვე კარგია და დღეს როგორც გაართმევენ თავს, იმის მიხედვით გადაწყდება ყველაფერი. ბატონო ნოდარ. ну რაც შეეხება მელოიანს მე მომეწონა პირიქით მისი ესეთი შემართული ხასიათი და აქვს სურვილი იმისა რომ იყოს ნამდვილად კომენტატორი ეს მაგის უფლება და პირადი აზრია რა თქმა უნდა მაგრამ ერთი რამე შემიძლია ნამდვილად თქვა რომ 32 ფინალიდან ჩემი უახლოესი მეგობრები გამოვერთიშენ ამას ეს იყო სოსო ბაკურაძე და ზურა პოპიაშვილი აქ არავითარი მეკერძოება არ ყოფილა საერთოდ, აქ იყო 4 უძლიერესი მონაწილე ნახევარფინალში და ჟიური მე მგონი ობიექტურად გადაწყვიტა ეს ყველაფერი. ეს ორი ადამიანი დარჩა, ნოდარი და ლევანი და ნახოთ ახლა აი პირადად აგერ მაყურებელია, აგერ ჟიურის წევრებია, ელე მაყურებელი ცალკეა და რომელი გაიმარჯვებს, მას მივაკუთვნებთ რა თქმა უნდა პირველ ადგილს. ძალიან კარგი. ჩვენს მონაწილეებს გავაცნობთ პირველი დავალება. თქვენ უნდა წაიყვანოთ დავით ყიფიანის სახელობის თასის ერთ-ერთი შეხვედრის მატჩის 5 წუთიანი მონაკვეთი. პირველად იწყებს ლევანი, ლევან წარმატებებს გისურვებს და შემდეგ აგრძელებს ბატონი. მე მგონი რთული არ უნდა იყოს თქვენთვის. მაგრამ დავაცადოთ ჩვენ. დავაცადოთ. აბა თქვენ იცით წარმატებები. ლევა. ეპიზოდს არ ვიჩევ? მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გრძელდება ჩვენი პირდაპირი რეპორტაჟი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, სადაც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ეთამაშებიან თბილისის დინამო და საჩხერის ჩიხურა. ხედავთ ახლა თქვენს ეკრანებზე იყო საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე. აქ მარჯვენა ფრთიდან შეიყვანეს ჩიხურას ფეხბურთელება ბურთი თამაში. აქ მერებაშვილი ნახოთ რა სიზამს, არა გაჩერდა თამაში, აქ ცოტა ჟონგლიორებს ახლა საჩხერელთა ნახევარმცველი. აქ შეიძლებოდა სწრაფი იერიშის წამოწყება, თუმცა სეთურიძემ ითამაშა ლაშა სილაგავას აზრით, ოდნავ უხეშად საჩხერელთა თავდასხმის წინააღმდეგ და პირველი შეცვლა, რომელსაც განახორციელებს ახლა სოსო ფრუიძე, დავით კირკიტაძე შემოვა მოედანზე, თავის ეხნია დავით იღმელაშვილს შეცვლის იგი. მიმდინარეობს მატჩის 61 წუთი, 0-0-ია ანგარიში. საჩხერელი ფეხბურთელები ახლა შეასრულებენ ჯარიმას. ნახოთ აქ კარგად ითამაშა ახლა. თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა მატჩის მთავარმა არბიტრმა.
შეგახსენებთ იმას, რომ თბილისის დინამოსთვის ეს გახლავთ რიგით მე-12 ფინალი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში. 9 აქედან დინამოს ფეხბურთელებს უკვე მოგებული აქვს, ორ შეხვედრაში დამარცხდნენ. აქ ნახოთ, ეხლა ჯაბადვალი იწყებს დინამოელთა შეტევას, გადმოიტანა მარცხენა ფრთაზე აქ გიორგი მერებაშვილი. შეიძლება აქ საფრთხო მომენტი შეიქროს, ნახოთ სრულ მოძრაობა 1 შოთა კაშიამ ითამაშა კარგად და კუთხურზე გადაუშვა ბურთი. ნახოთ მოაწყვიან კუთხურს ახლა დინამოს ფეხბურთელები 1-0 შეგახსენებთ ანგარიში. სწორედ გიორგი მერებაშვილმა გახსნა შეხვედრის 58 წუთზე ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში და დინამო 1-0-ს იგებს. მატჩის 63 წუთი და თბილისელები მოაწოდებენ კუთხურს მარცხენა ფრთიდან. ნახოთ ჩაწოდება საჯარიმოში შეიძლება თავითამაში დარტყმა და 2-0 ლევან ხმალაძე გატანილი ბურთის ავტორი. კარგად ითამაშეს ახლა დინამოელმა ფეხბურთელებმა სრულ მარტოობაში იმყოფებოდა საჯარიმოში ძალიან უყურადღებოდ ითამაშეს საჩხერელთა მცველებმა განსაკუთრებით კი ლაშა ჭელიძემ და ედრიკ საჯაიამ აბსოლუტურად უმოთვალყორო დატოვეს ახლა თბილისის დინამოს შემტევი ნახევარმცველი და ლევან ხმალაძესაც სულ რაღაც 3 მეტრის დისტანციიდან ნამდვილად არ გასჭირვებია და ბრწყინვალე თაური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. აქ შეიძლება იმის თქმაც, რომ გიორგი სომხიშვილმა ოდნავ დააგვიანა გამოსვლა, შეეძლო მეკარეს ოდნავ უფრო აგრესიულად თამაში, თუმცა ასია თუ ისია დინამოელებმა გაიტანეს მეორე ბურთი 2-0 მიმდინარეობს მატჩის 63 წუთი საკმაოდ სოლიდურ ფორას დაეუფლა უკვე თბილისის დინამო და გადადგა საკმაოდ დიდი ნაბიჯი იმისკენ, რომ წარმატებით დაასრულოს დღევანდელი შეხვედრა. ნახოთ აქ საჩხერელი ფეხბურთელები არიან მარცხენა ფრთაზე. გადმოიტანეს ბურთი უკან, ჩაწოდება საჯარიმოში, შეიძლება ახლა აქ საფრთხო მომენტი შეიქმნას, თუმცა არა, კარგად ითამაშა. ლევან ხმალაძე იყო კვლავ ეს, თუ არ მეშლება, დიახ. პეტერ გრაიცი არის. მოარტყა აქ ბურთი ლაშა ჩიკვაიძეს და ბურთმა დატოვა პირეთი ხაზი. იმასაც გეტყვით აქვე, რომ საჩხერელთათვის ეს გახლავთ თასის პირველი დაპირისპირება, მათ ორჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში შორეულ 2006-2007 წლების სეზონში და წლევანდელ სეზონში. შესაბამისად, შეიძლება რა თქმა უნდა, რომ წარმატება ჩაითვალოს მათი ფინალში გასვლა. გასაგებია, რომ საკმაოდ მრისხანე მეტოქე ყავთ და საკმაოდ ასე ვთქვათ დაგეშილი მეტოქე ტიტულებზე, იმიტომ რომ დინამოს დაახლოებით 5 წელიწადია არც ეროვნულ ჩემპიონატში და არც თასის ასე ვთქვათ შეხვედრებში არ მიუღწევია გამარჯვებას და შესაბამისად, როდესაც მოიგეს მათ ეროვნული ჩემპიონატი, ახლა დუშან უხრინის შეგირდებს ნამდვილად ამოძრავოთ ის мотиваცია, რომ გააკეთონ ოქროს დუბლი და სეზონი ბრწყინვალე ნოტაზე დაასრულო. აქ გლიშიჩი არის მარცხენა ფრთაზე, მოძებნა აქ სეთურიძე გახდათ ეს თუ არ მეშლება, თუმცა შოთა კაშიამ გადააგდო ბურთი პირით ხაზით. აქ ერთი რაღაცა შეიძლება კიდე ითქვას, რომ სოსო ფრუიძე მთელი სეზონის განმავლობაში შოთა კაშიას ათამაშებდა მარცხენა ფრთაზე, ხოლო კონკრეტულად ამ შეხვედრისთვის მოუწია მას მისი მარჯვენა ფრთაზე დაყენება, რამაც საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა საჩხერელთა უკანა ხაზს. ისიც ალბათ რომ ამ შეხვედრაში ვერ აქ საფრთხო მომენტი შეიქმნა, თუმცა არა, აი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, ახლა სომხიშვილი ძალიან უსუსურად გამოიყურება აღნიშნულ შეხვედრაში საჩხერელთა უკანა ხაზი. ვსაუბრობდი იმაზე, რომ მარჯვენა ფრთაზე შოთა კაშიას დაყენება გამოწვეული იყო დავით ოდიკაძის არ თამაშით და ვერ თამაშით, ასე ვთქვათ. პირველ ტაიმში ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ შოთა კაშიას დაშვებული შეცდომის შედეგად დაინიშნა 11 მეტრიანი დარტყმა, რომელიც მართალია ჩისკომ ვერ გამოიყენა, თუმცა მაინც საკმაოდ უსუსურად გამოიყურება 28 წლის მცველი მარჯვენა ფრთაზე. ჩვენს მიერ წაყვანილი მატჩის 5-წუთიანი მონაკვეთი აპლოდისმენტების ღირსი ნამდვილად არის. დიდი მადლობა ლევან. ნოდარ, მომიზადე, კურსას მე გაიკეთე. აი, შენი რიტუალი. აბანაო, ემთხვევი. ჩვენ ცოტათი ჩავიწევით. საღამო მშვიდობისა გრძელდება ჩვენი პირდაპირი რეპორტაჟი მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონიდან, სადაც მიმდინარეობს დავით ყიფიანის სახელობის თასის 23-ე გათამაშების ფინალური შეხვედრა, ფინალური მატჩი თბილისის დინამოსა და საჩხერის ჩიხურას შორის. მიუხედავად ფინალური მატჩისა, ის გარემო რაც უნდა იყოს დღეს სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო, უკაცრავად აი ახლა იმ შეტევას მივუძლებთ, თვალყური დავასრულებ ჩემას. საფეხბურთო მდგომარეობა და ზარია სამამდე გაზარდა ანგარიში. აი დღევანდელ შეხვედრაში ყველაფერი კარგად გაკეთდა, ყველაფერი კარგად გააკეთეს. ახლა დინამოელმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგი შეტევა განხორციელდა, რაც აკლდა ამ გოლს. ის არის მაყურებლის ატმოსფერო, რომელზეც მე დავიწყე საუბარი შეგნებულად. აი კარის უკან რომ სხდარიყვნენ ახლა და ანშლაგი ყოფილიყო დღევანდელ შეხვედრაში, მოწყდებოდა მთლიანად იარუსი, ეს გადაგვედებოდა
აი ეს მუხტი თვითოულ ტელემაყურებელს, რომელიც დღეს აი რეპორტაჟს ვადევნებ თვალყურს და კიდევ უფრო სანახაობრივი გახდებოდა ჩვენი ფინალური შეხვედრა. ეს კი განმეორებით გვიჩვენებდა ამ გოლს, როდესაც ზარიამ ყველას და ყველაფერს დაასრულა. სომხიშვილი რა თქმა უნდა უკმაყოფილო, ემოციურად გამოხატავს და შეცდომით მიუთითებს თავის მცველებს. აქ კი გახარებული დინამოელთა შტაბი შეიძლება ითქვას, იქ ბუბატყავაძეც გამოჩნდა და აქვე უნდა აღვნიშნო მე ბუბატყავაძე, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის უკაცრავად თასების გათამაშების ბომბარდირია, მას ჯერჯერობით ვერავინ ვერ ეწევა, 18 გოლი აქვს გატანილი, ერთადერთი ფეხბურთელია და თუ არ ჩავთვლით ასევე მასთან ახლოს იყო სულიკო დავითაშვილი, რომელსაც 10 ბურთი აქვს გატანილი და ის ასევე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ორ თასის ფინალში ორ გათამაშებაში მოახერხა ერთხელ 10 ბურთის გატანა, შემდეგ მეორედ უკვე 6 ბურთის გატანა ერთ გათამაშებაში თასის მატჩის. აქ ჯარიმა წესები დაარღვიეს ახლა დღევანდელ შეხვედრაში დინამოელმა უკაცრავად საჩხერელმა ფეხბურთელებმა და ახლა ვნახოთ არა დინამოელებმა უკაცრავად იმდენად დინამიური ეპიზოდი იყო რომ ამერია ეს ყველაფერი და ამიტომ გამომრჩა ეს ეპიზოდი საჩხერელები მეტოქის ნახევარზე ვნახოთ მარცხენა ფრთაზე დეკანოიძე წველები თამაშობენ კარგად გადააგდეს ბურთი აუძე და ახლა მარცხენა ფრთიდან აუტიდან ბურთს მოაწვდიან საჩხერელი ფეხბურთელები მივადროთ აი ამ შეტევას თვალყური ჩიკვაიძე მოაწვდა სწრაფად ქვე კარგად აუარა ერთ დამცველს მიიწევს საჯარიმოსკენ, მაგრამ აქ კარგად ითამაშეს წველება ვარდნაში და გადააგდეს ბურთი. ეს კი კერძო კვარაცხელია გახლავთ, რომელმაც ბურთი გადააგდო კუთხურზე. ნახოთ რა მოყვება აი ამ სტანდარტულ სიტუაციას საჩხერელთათვის, რამდენად შედეგიანად მოახერხებენ აი ამ სტანდარტულის გათამაშებას. ხედავთ საჯარიმოს შეუჭრენ, არიან სუფთად ითამაშა ამ ეპიზოდში კვარაცხელიამ და საბოლოოდ კუთხური ნახოთ მარცხენა ფრთიდან კუთხურიდან მოაწონეს ბურთი საჩხერელმა ფეხბურთელებმა გამოუგ ბურთი დინამოელებს თუმცა გაგრძელდებოდა ახლა ამ ეპიზოდში საჩხერელთა შეტევა შორი მანძილიდან ცდილობდნენ იქ ლორიას კარში ბურთის გადაგზავნას მაგრამ საბოლოოდ არაზუსტად შეასრულეს ეს დარტყმული ბურთი დინამოელები მარჯვენა ფრთიდან ჯაბადვალი დაკარგეს ბურთი საბოლოოდ და სომხიშვილი რომელიც ძალიან კარგად აი არ შეიძლება არ აღვნიშნოთ აი ეს ერთგული გულშემატკივარი გლადიატორები, რომლებიც ყოველთვის დადიან ეს გასვლით ითამაში იქნება, საშინაო მატჩი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის თავისი კლუბის გვერდით არიან და ასევე უნდა ვთქვათ ის საჩხერელი გულშემატკივარი, რომელიც დღეს ჩამოვიდა დედაქალაქში და ეხლა თავის საკუთარ კლუბს გულშემატკივროს საფათო ეპიზოდი და აქ ცი ჯარიმა გააჩერა მსაჯმა, წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, განმეორებით უნდა ვნახოთ ეს ეპიზოდი და რა უსტარიცივა. ბასკი ფეხბურთელი ტოვებს დღევანდელ შეხვედრაში მოედნა გადის ახლა უსტარით წითელი ბარათი ბილბაოს ატლეტიკის ყოფილი ფეხბურთელი რომელმაც ჩემი აზრით გაალამაზა ჩვენი ჩემპიონატი როგორც ერთ-ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა და როგორც იქნა გაიხსნა ფანჯარა ჩვენ ჩემპიონატში არა მხოლოდ ბრაზილიელებიც არა მარტო აფრიკელები არამედ უკვე ესპანელებიც საბურთავებენ ჩვენ მოედანზე ჩვენ ჩემპიონატში ბურთს ვნახოთ აქ ბოლო იმედის ჯარიმა იყო და აბსოლუტურად ვეთანხმები ხა ჩემს სიტყვას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუმცა ჩემი აზრით როგორც შემატკივრა დავაფიქსირე დაუსტარიც მაგ იდაყვით როგორც ნახეთ უხეშად ითამაშა წითელი ბარათი დავასრულებ ჩემ აზრს გულშემატკივრებზე მისაბაძი ხალხი და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ 75 წლის იუბილე აქვს წელს საჩხერის ჩიხურას და ალბათ უფრო მეტ საინტერესო და სასიამოვნო ატმოსფეროს იმსახურებდა აი ამ შეხვედრაში საჩხერის ჩიხურა დაარსებიდან 75 წლის თავი და უნდა ვთქვათ რომ აუცილებლად უნდა ვახსენოთ პირველად მოახერხეს აი ესეთ წარმატებულად გამოსვლა ჩვენს ჩემპიონატში შორი მანძილიდან დარტყმა ძალიან კარგად თამაშობს ახლა გიორგი ლორია თავისი კლასი და ოსტატობა გამოამჟღავდა აქ უძლიერესი ბურთი მოიგერია რომელიც კვასკვალძემ დაუტყა იქ ხედავთ თქვენ შორი მანძილიდან დარტყმა ძალიან კარგად ითამაშა ლორიამ როგორც მას ჩვევია დამაჯერებელი მეკარე რომელიც ახლა სწორედ სანაკრებო შეკრებაზე გამოიძახა თემურ ქეცბაიამ და მომდევნო მატჩს უკვე ნახოთ იმედია ძალიან კარგად ჩაატარებს გიორგი ლორია რა გასაკვირია, ლუკა, რა გასაკვირია, რომ ამ ბიჭებს არ გაუჭირდათ. ხედავ ხო რა ფინალისტები. რა თქმა უნდა, იმიტომაც არიან ფინალში 5 წუთიანი ეპიზოდი მათთვის უკვე თამაშია. და როგორ გაურთულდება ჟიურის გადაწყვეტილების მიღება მე წარმომიდგენია. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ რა. დავით მინაშვილი ისეთ სახით ზის, მე მგონი ნამდვილად გაუჭირდა. არა, დავით მოჯერს ვთხოვთ თუ უნდა, რამე თქვას და მე ჩვენ ავყვებით. არა, მე დაანძნელი. ბატონო სასო, ჩვენ თქვენი იმედი. ჯერ არა, ჯერ. კარგი, მაგრამ ერთი დავალება კიდევ ფიჭებს შესაძლებელი. ეს თამაში და ზოგადად საქართველოს თასის ფინალი ყოველთვის საქართველოში გამორჩეული შეხვედრაა ხოლმე.
დავით მუჯირი დამეთანხმება ამაში. ისე როგორც ფეხბურთელი მას ნათამაშები აქვს. ფინალური შეხვედრები და შესაბამისად შეხვედრის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მაყურებლისთვის და გულშემატკივრისთვის საინტერესო რაღაცებზე ისაუბრეს ჩვენმა კონკურსანტებმა და ფინალისტებმა კი ისინი ჩაწერეს და ჩვენ ახლა მათ მიერ მომზადებული ასე ვთქვათ სიუჟეტები უნდა ვნახოთ. მინდა მოგილოცოთ 75 წლის იუბილე აქვს რამდენადაც ვიცი ჩიხურას და აი ამ წლების მანძილზე პირველად შეძლო ჩიხურამ აი ესეთ წარმატებით ასპარეზობა როგორც ჩემპიონატში, კალენდარულ მატჩში, ასევე თასზე. რამ განაპირობა ჩიხურას აი ეს წარმატებული სულა წლევანდელ სეზონში? ალბათ განაპირობა იმან რომ აი ქართული ჯგუფის დახმარებით გაკეთდა ეს პროექტი და მობილიზება იმ ბავშვებისა და კადრებისა, რაც მაქსიმალურად გავაკეთეთ ჩვენ საჩხერეში და პოპულარიზაციამ ფეხბურთისა თვითონ საჩხერეში. ახლოვდება უკვე ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები. თუ იგეგმება დამატება, როგორც საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებიდან რამოდენიმე ესეთი ძლიერი ფეხბურთელის დამატება და ასევე ლეგიონერების ჩამოყვანა თუ იგეგმება წინასწარ. ხო, ну რაც შეეხება ლეგიონერებს, აი, როდესაც თქვათ კლუბში, თქვათ მე მოვედი, უკვე მაშინ ხელმძღვანელობიდან, უკვე პოლიტიკა იყო ასეთი გუნდის პოლიტიკა რომ აი ადგილობრივ კადრებზე გაგვეკეთებინა, თქვათ აქცენტი, იგივე თქვათ როგორც საჩხერელი, ისევე ქართველ ფეხბურთელებზე გამორიცხეს თავიდანვე რომ აი ლეგიონერებზე გაგვეკეთებინა აქცენტი. დღესაც ასეთივე პოლიტიკა არის. ხომ არ არის საშიშროება როგორც 2006-7 წლის სეზონებში ჩიხურამ დატოვა ქუთაისის ტორპედოსთან ერთად მახსოვს ფინანსური კრიზისი იყო. ამის გამო დატოვა კლუბმა უმაღლეს ლიგა, რამე ამის საშიშროება ხომ არ არის, ხო არ უნდა ველოდეთ აი პროექტი არსებობს ქართული კლუბების დახმარებით სახელმწიფოსგან. ეს როგორ მოხდება, თქვათ, პირდაპირ ჩაირიცხება ეს თანხები თუ ინფრასტრუქტურას მოხმარდება თუ აი როგორ იქნება ეს ჯერ მე არ ვიცი, მაგრამ მე მივესალმები ყოველთვის რომ აი სახელმწიფო ამ ეტაპზე რომ ეხმარებოდეს კლუბებს, იმიტომ რომ იმ მე პატრონები, რომლებიც თქვათ დღეს პრეზიდენტები არიან თქვათ სიტყვაზე, თქვათ ფულს ხარჯავენ, თავის ფულს ხარჯავენ. დღესდღეობით ფეხბურთიდან ვერავით არ მოგებას ვერ იღებენ და ეს ხალხი არიან ვიტყვი რომ აი ქართულ ფეხბურთს თუ რამე შერჩენია ამ ხალხის მხრებზე არის ეს ყველაფერი გადასული და თუ რამე დახმარება შეუძლია სახელმწიფოს მე ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა დაეხმაროს. აი ეს პროექტი ჩვენი კომენტატორი რამდენად შეუწყობს ხელს ქართული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციას იგივე ხალხის მისვლა სტადიონზე. საერთოდ მე ვთვლი რომ რაც ახალი არის, რაც ახალია, ყველაფერი კარგია, რაც უკეთესობისკენ თქვა ცლის და აი მე პრეტენზიები არ მაქვს თქვა დღევანდელ ჩვენ კომენტატორებთან, მაგრამ მე ვთვლი რომ ახალი სისხლი, ახალი თქვა შეხედულება, ახალგაზრდული თქვა ენერგია, უფრო მეტად თქვა დღევანდელი თქვა ახალგაზრდობა ბევრად გათვითცნობიერებული არიან საერთოდ აი საფეხბურთო ნიუანსებში. ახლა კი დროა ვნახოთ ლევან ჩხაიძის ინტერვიუ. ხომ არ გაუჭირდათ ბიჭებს თამაშზე კონცენტრაცია ეროვნული ჩემპიონატის მოგებით გამოწვეული ეიფორიის შემდეგ და რა დარიგებები მიეცით მათ? მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ყოფილიყავით. ეს დღეები არ უნდა დაგვეკარგა. ვარჯიში ფეხბურთელებისთვის ჩვევაა და ჩვენც ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობდით. ასევე ვცდილობდი არ გადამეღალა მოთამაშეები, რათა მათ ფორმა შეენარჩუნებინათ. საკუთარმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ფეხბურთელმა მთელი სეზონის მანძილზე აქტიურად უნდა ივარჯიშოს და ამ პროცესში 100%-ით დაიხარჯოს. ამ გზით ის ოპტიმალურ ფორმას ინარჩუნებს. მოთამაშეები ამას კარგად ხვდებიან, გაგებით ეკიდებიან და მოედანზეც თავს შესანიშნავად ხსნიან. სიმბოლურია, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში დინამომ ბოლოს მამათქონის ხელმძღვანელობით იმარჯვა. წელს კი თქვენ არამს თუ გაიმეორეთ მისი შედეგი, არამედ გააუმჯობესეთ კიდეც. თან თქვენთვის ეს სადებიუტო სეზონი იყო. დაგეხმარა თუ არა მისი გამოცდილება და რჩევები უშუალოდ დინამოსთან მუშაობის პერიოდში? მამაჩემისგან ბევრი რამ შევიტყვეთ თბილისის დინამოზე. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემაზე.
ეკითხებოდი თუ როგორ უნდა მივდგომოდი გუნდს, როგორი იყო ქართული მენტალიტეტი, როგორ უნდა შემენარჩუნებინა დინამოში ერთიანობა და გუნდური სული. ამასთან მე უცხოურ კლუბებში მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს. მიმუშავია კვიპროსზე, რუმინეთში. ასე რომ ამ ადაპტაციას მარტივად გავდივარ და ახალ გუნდთან შეგუება არ არის ჩემთვის რთული. Quickly prepare to train foreigners, yes, because I have habit. It was not so much difficult for me. ბევრ ქვეყანაში გიმუშავიათ რა სიტყვით საქართველოს ჩემპიონატზე. If we start to speak about like Georgia. თუ ვისაუბრებთ საქართველოს ჩემპიონატზე, ვიტყვი რომ აქ ასპარეზობს 5 გუნდი, რომლებიც თავისუფლად ითამაშებდნენ ჩეხეთის ჩემპიონატში. 5 teams. ზედა 5 უცხოელი could play in Czechia League normally first part of board. ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა ფინანსური კუთხით, მაყურებლების ნაკლებობით. რა მიგაჩნიათ სწორ გამოსავლად კონკრეტულ შემთხვევაში და თქვენი აზრით რა როლი ენიჭება ფედერაციას და სახელმწიფოს? A lot of people, like 75% I know this. როგორც ვიცი, აქ ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი. ჩემი ინფორმაციით 75%-მდე. ვერ ხვდები რა საკეთებს ეს ხალხი და რატომ არ მოდის სტადიონზე. ასევე ჩემი აზრით არ ხდება ჩემპიონატის სათანადო რეკლამირება. ჩეხეთსა და რუმინეთში ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. Because Czechia and Romania is total different. რა მოგწონთ და არ მოგწონთ ჩვენს ქვეყანაში? What I don't like go by car here because ძალიან არ მომწონს მანქანით სიარული. არასაცობების გამო, საცობები ყველგან არის. ბროლ აქ მოძრაობის წესებს თითქმის არავინ იცავს და მანქანის მართვაც თითქმის შეუძლებელი ხდება. Without rules, total without rules. რა შანსები აქვს ამჟამინდელი შემადგენლობის დინამოს ევროსარბიელს? Better to speak after. უჯობესია ამაზე მაშინ ვისაუბროთ, როცა ჩვენი მეტოქეების ვინაობა გაირკვევა. ისე კი ძალიან მინდა ჯგუფში მოვხდეთ. In group. ჩვენც ძალიან გვინდა რომ დინამო ჯგუფში მოხვდეს. ყველას, აქ ვინც არის. სანამ შემდეგ დავალებაზე გადავიდოდეთ, გიორგი, მინდა მაყურებელს ვაჩვენოთ ის კადრები, რომლის გარეშეც ჩვენი გადაცემა თავის ხიბს ნამდვილად დაკარგავდა. ემოცია, სიხარული, იმედგაცრუება, ცრემლი, ძალიან ბევრი ემოცია მოყვა ამ პროექტს 3 თვის განმავლობაში, ასე რომ მოდით ერთად ვადევნოთ თვალი. მოგესალმებით პატრიცემოლო ფეხბურთის გულშემატკივრებო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს საფეხბურთო შოუს კომენტატორი. არის ახსნდა დაიწყო თამაში. დარტყმა და ცილა კახელიშვილი. არზიანმა ჩაჭრა ბურთი. კარგ გადაცემა შეიძლება. კახელიშვილი დარტყმა. გადარჩა აგესტა. გოლ! აქ ძალიან გაბრაზებულია. ლორია. ნადირაძე ძელსაცი ამბორა. 1-0. აი მივიღეთ ანატრი გოლი. მივიღეთ ზეიმობს დავით აბაშიძის სტადიონი. რატო გამეთიშა? ტექნიკური ხარისხისთვის ბოდისკი. კიდევ ერთი დარტყმა და მეზობლის ყანაში უშვებს მამუკა ლომიძე თავის ბურთს. ჯადოქრობა შემოგთავაზა. გიგალაშვილმა გედაწევი გოლ. წინვალე პასი დაუხატა. ვაწაძეს ვარდნა ფეხებში წაიგზა. 11 მეტრიანი. წითელი ბარათი. სკანდალი თასის ფინალში. სკანდალი. ხოჯავა, გოჩა ხოჯავა, შესანიშნავი გადაცემა დარტყმა. არა. ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ძალიან. ლევან პარცველია ფაქტობრივად საკონტროლო გასროლა განახორციელა ესტაფონის მიმართ. სავარაუდოდ თამაშარბოს დაზე ჭელიძე. თუმცა ამაზე რეაგირებას არ ახდენს, თავარი არ ბრიტირი. გადავედი. სამსახურს დავანებე თავი რომ ახლა აქეთ დავიწყე რა მუშაობა. რამდენიმე სრულ მოძრაობა, შეიძლება დარტყმა და გოლი. გოლი. ეზღა აკლდა დინამოს. თბილისის დინამოს. წერდება დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალური მატჩი კლუბ გორიძილასა და პენალთან ერთად გაძევება გიორგი ლორია წითელი ბარათი, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისწავლის შემდეგ მეორე თამაში. შეუგორა ელია შედის 1-1-ზე დარტყმა და გოლ! შვენიერი გოლი. გელაშვილის პასი გრიგალაშვილზე, გრიგალაშვილი 4 კაც შორის არა, პასი მაინც მოახერხა 1-1-ზე გელაშვილი და პენალი. ხანდახან იცი ეზნელება რა სამასი. რატომ მინაშვილს ტოვებ უსამსახუროდ?
ვაპირებ ყოველ შემთხვევაში. ნიკოლოს გელაშვილი. აუ, შევწდი. უკვე 7-ად ვართ. გარი კუპერი გავიდა 1-1-ზე და გადავრჩით. ლომაია კარშია, ჩვენი ლომაია კარშია. გურულა დააღეს გოლ! გურულის გოლი გაათანაბრა სანდრო გურულმა. მოკლედ, მე წავიშლებ მარჯვენა ლოყაზე რომ აქვს შოტლანდიის ეროვნული ნაკრების და დროშას დავტოვებ მარტო იმას რაც მაქვს მარცხენა ლოყაზე. იკერ კასილასის ნაკები ლორია ნამდვილად ამაკლებს იმედებს. ვაიბე, ძალიან ლამაზად თამაშობს გიორგი ლორია. დააღეს გოლ! ალანიძე გოლ 2-1. აღარებული ჩვენი ძია სანტა კლაუს ოპიოლერი. ყოჩა ხლომაია. ყინვალედ ითამაშა. ღმერთო შენ მიშველე საიდან ჩააწოდა და საიდან დაარტყა თავით აქ დოირმა. სოტალის პრობლემაა, ცოტა როგორ არის ეგ ბატონოსოს არ გადამრიოთ ეხა რა. გადაცემა. აუ. დავშვიდები და დავიწყებ რა, გეხვეწებ. დარტყმა კარგი მიმართულებით. ოჰოჰო, რა გოლი ალექსანდრე ჩივაძე! არის მეგობრებო, 1-1 ხარობს დინამოს გულშემატკივარი, ხარობს საქართველო, ხარობს საბჭოთა კავშირი. არის! 1-1 სულ რაღაც 4 წუთი დაჭიდა დინამოელებს ანგარიში გაეთანაბრები და ფეიერ კლაფი უნდა გამოვიდეს მოედანზე, მაგრამ დამერწმუნდეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თამაშის შემდეგ მათ ფეიერვერკი ექნება. ვიდალი და რასელია დინამოს 12 ცილინდრიანი ძრავა. ჩივაძემ გადაიარა მოედნის ცენტრი, იქ დოდა პატარა სივრცე ქონდა დაარტყა და გოლ! ალექსანდრე ჩივაძე გატანილი გოლის ავტორი 1-0-1. ჩვენ დავწინაურდით თამაში საოცარი გოლი ალექსანდრე ჩივაძის. პასი! გოლ! გააფუჭა დღევანდელი მატჩის არბიტრმა. აქ ისევ მაგრამ რეჟიმო აი ბოლო ესეთი იმედგაცრუებული მონაწილე სწავდა კომენტატორი. ანუ ამის გარეშე რა თქმა უნდა ვერ ჩატარდებოდა ჩვენი შოუ 3 თვის განმავლობაში. ასეთი კადრი ძალიან ბევრია, სამწუხაროდ ყველა რა თქმა უნდა ვერ მოხვდა ამ ჩვენს პატარა კოლაში, თუმცა ახლა ჩვენ ფინალში ვართ, უკვე გრძელდება ფინალური შეხვედრა ამ ორ ძალიან ძლიერ კონკურსანტს და კონკურენტს შორის და ახლა მათ კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, დავალების შესრულება მოუწევთ. აი ესეთი საოცარი აკვარიუმი გავიგებთ, რამდენად კარგად იციან მათ ქართული ფეხბურთი. მე პირადად კი ვიცი რომ იციან, მაგრამ მაყურებელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ. ესე იგი, ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანებმა, ფეხბურთელებმა თუ უბრალოდ ამ სპორტით დაკავებულმა ხალხმა, მათ კითხვები დაუსვეს, ჩვენ ახლა, ასე ვთქვათ, შემთხვევითობის პრინციპით ამოვარჩევთ. თვითონ ამოვარჩევენ, რომელი კითხვა მოდი ლევან, შენთან ახლოს ვარ. შესაბამისად, პასუხსაც გასცემ. შეგიძლია გახსნა. ვარ გინდა წაგიკითხო. კი ბატონო. როგორ ჯობია? როგორც გირჩევნია. რევაზ ძოძუაშვილის შეკითხვა შეგვიძლია. კი ბატონო. მე ვსვამ საკითხს, მინდა დაასახელოთ უფროსი მწვრთნელი, რომელიც იყო საქართველოს ნაკრებისში პირველი, ოღონ უცხოელი. ვინ იყო ეს პიროვნება? ნოდარ, შენი დროა. მოდი. კი ბატონო. სანამ პასუხს მოვისმენდეთ. იოჰან ბოსკამპი რამდენადაც მახსოვს. არა. მე არ მახსოვს, არ ვიცი. მოდით მოვისმინოთ პასუხი. არ ვიცი. სწორი პასუხი. ნახოთ, მე არ ვიცი. 1999 წლიდან, როდესაც ვლადიმერ გუცაევი წევიდა საქართველოს ნაკრებიდან, ჩამოიყვანეს ბოსკამპი. ნოდარ, შენი შეკითხვა უნდა დასვას ოთარ გაბელიამ. მზად ხარ? შრომისათა თავგანწირვისთვის. მაშინ მოვუსმინოთ.
78 წელს თბილისის დინამო გახდა მეორედ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. დაასახელეთ იმ ლეგენდარული გუნდის კაპიტანი. შენ წიგნი გაქვს ლოგინთან კიდევ ზუსტად ვიცი. ნოდო ლივერპულის ის არის რა თავი. მე მგონი უნდა გაიხსნა. მანუჩარ მაჩაიძე? აუ, 78 წელს ეს მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა გუნდის კაპიტან მანუჩარ მაჩაიძეს. მაგრები ხარ, შემდეგი კითხვა. ლევან. თემურ ჯაფარიძემ უნდა დასვას შენი შეკითხვა. დაასახელეთ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მწვრთნელი. ეროვნული ნაკრების პირველი მწვრთნელი. შენ იცი? გივინოდია. ნახოთ სწორი პასუხი. ზუსტად 23 წლის წინ 1990 წლის 27 მაისს თბილისში ეროვნულ სტადიონზე გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ლიტვის ნაკრებთან. ამ დღეს გუნდი მინდორზე გივინოდიამ გამოიყვანა. ნოდა, რიცხვ ჩვენთან უნდა გადმოვინოთ ხო? მაგრები ხარ, რა გეუბნები. მოდი ვნახოთ ვინ უნდა დასვას შენი შეკითხვა. ჯამლეთ ხუხაშვილი დასვავს შეკითხვას, ასე რომ მოემზადე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გახსოვთ 1964 წელი. თბილისის დინამოს წარმატება, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, ოქროს ბიჭები, ასე დავარქვით ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც ტაშკენტში შესანიშნავ სტადიონზე მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედალი. და ოქროს მწვრთნელიც იყო გავრილ კაჩალინი, რომელიც მთავარი მცველი იყო ამ მატჩში და არა მარტო ამ მატჩში, ამ სეზონში მეორე ნაწილში გავრილ კაჩალინი ხელმძღვანელობდა თბილისის დინამოს. თუმცა ისიც გავიხსენოთ, რომ გავრილ კაჩალინმა სეზონის მსვლელობისას ჩაიბარა გუნდი. ჩემი კითხვა ასეთი იქნება, ვინ იყო ის მწვრთნელი, რომელმაც გავრილ კაჩალინს გადააბარა მესაჯეობა? მგონი საკმაოდ რთული შეკითხვა შეგვიძლია, ხო? მე უნდა ამომეყო ის მწვანე ბურთულა. აუ ის აუსეც ის არის რა გვარი. კაჩალინი. აბა კარგად იფიქრე, გვარი თუ არ გახსოვს, იქნებ სახელი თქვა. აი რუსული ის არის რა, იმიტომ რომ აი ძველი წიგნები რო წავიკითხე რაღაცა. აი მოვა ეხლავე. იაკუში. იაკუში იმიტომ რუსული გვარებთან. ორი პასუხია, მაგრამ მაინც ნახოთ პასუხი ეკრანზე. მწვრთნელი გახდათ მიხეილ იაკუშინი, რომელიც მიხეილ მინაევთან ერთად ის იყო რეკორდსმენი, რომ სამჯერ დაუბრუნდა თბილისის დინამოს როგორც მთავარი მწვრთნელი. მაშ ასე ფინალისტებმა უკვე შეასრულეს სამი დავალება. ჟიურის ჯერია. მოდი შევაფასოთ ჩვენი ფინალისტები. და ის სამი დავალება, რომელიც მათ შეასრულეს. მგონი გამოცდა კარგად ჩააბარეს. ეს გამოცდა ჩვენურად ჩატარდა. ერთმანს და მეორემაც კარგად ჩაატარა. დავით. წინა ემაზე ხა ძალიან რთული კითხვები იყო იგივე ლევანისთვის და ნოდარის ახლა მე და ბატონის საუბრობთ ახლა 64 წლის 78 ამ თაობის უშემოატკივრები ბევრისთვის უცნობია და მე გამიხარდა რომ გამოიწნეს ეს კითხვები არ იყო იოლი თამაშსაც თუ შევაფასებთ მე მგონი ბოლოს ჯობია რომ ვისაუბროთ ხა კონკრეტულად ახლა
ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ერთს დავამატებ, რომ ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მომწევს. დავით. კითხვები იყო ძალიან რთული. ახლა პირადად ჩემთვის რომელიმე კითხვაზე პასუხი ვერ გაეცა, ეგ ნამდვილად არ იქნებოდა გადამწყვეტი მომენტი, თუმცა ჩემთვის პირადად ძალიან სასიხარულო, რომ ორივე ფინალისტი ესე კარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს და ესე დეტალურად იცნობს, ამიტომ დათომ უკვე აღნიშნა დღეს კიდევ ერთხელ წმუნდებით, რომ ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოგვიწევს. ნახოთ, დაველოდოთ ბოლო დავალებას და შემდეგ უკვე უფრო ზედაპირული საუბარი არ გამოგვივიდეს, უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ მათ დღევანდელ გამოსვლებს. კარგი, დაველოდოთ, მანამდე კი ვნახოთ და გავიხსენოთ ის 8 გოგონა, რომელიც პირადად ჩემ და გასაკვირად ამ შოუში მოვიდა და საკმაოდ წარმატებულადაც ასპარეზობდნენ. ისინი ცდილობდნენ, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინათ და დაემტკიცებინათ ჩვენი ძლიერი მამაკაცი კონკურსანტებისთვის, ისინი ძალიან ძლიერი ანგარიშგასაწევი ძალა არიან. მოდით ახლა ვნახოთ მათ შესახებ პატარა ვიდეო, გავიხსენოთ მათი განვლილი გზა ჩვენს კონკურსში. კომენტატორის ტიტულის მოპოვებაში მამაკაცებს სუსტი სქესის წარმომადგენლებიც უწევენ კონკურენციას. თითოეულ მათგანს აქვს ამბიცია, რომ საქართველოში პირველი ქალი საფეხბურთო ტელეკომენტატორი გახდეს. ქალი კომენტატორი ორმაგი ფაქტორის მატარებელია, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ უმნიშვნელო რაღაცასაც კი შეიძლება მაყურებელმა და გულშემატკივარმა ყურადღება მიაქციოს. ყოველთვის უნდა იზრუნოს, რომ საკუთარი თავით დაიმკვიდროს ადგილი ამა თუ იმ შეხვედრის კომენტირებისას და არ უნდა იფიქროს, რომ ის არის ამ შემთხვევაში მეტოქე ვაჟების. ეს არის მისი პროფესია და ყოველთვის უნდა გაითავისოს, რომ ის ამას აკეთებს თავისთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის, შემდეგ შემატკივრისთვის და აუცილებლად მე მჯერა რომ უახლოეს პერიოდში ქალი კომენტატორიც ისეთივე პოპულარული იქნება ჩვენთან, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო განსაკუთრებით საქართველოში, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრებში და მე მჯერა რომ უახლოეს მომავალში ჩვენ სერიოზულ კონკურენციასაც გავუწევთ ვაჟ კომენტატორებს. დაცვაში კარგად ითამაშა დოროშმა, შეიძლება შეტევის გაგრძელება. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა და არის! ანგარიში გაიხსნა ქართველთა სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ხელი შემიშალა იმან, რომ ბიჭები ჩემზე ბევრად ძლიერები იყვნენ ამ 16 ეულში და შესაბამისად 4-ეულებში და აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკური და სწორი იყო ჟიურის გადაწყვეტილება. პასი გოგუაზე, დარტყმა და არის! ნათან ჟუნიორი გადანილი გოლის ავტორი. ეს ცოტა შეღავარდა. გენდერული თანასწორობა კი მაგრამ. არა, რა ვიცი, მე მაინც როგორია ჯანსაღი კონკურენცია. Hello. კონკურსანტმა გოგონებმა უკვე დამეგობრებაც მოასწრეს და სარეპეტიციოში თავისუფალ დროს თითქმის სულ ერთად ატარებენ. არ ვთვლი რომ საკუთარმა სქესმა შემიშალა ხელი იმაში რომ მე ვერ გადავედი შემდეგ 32 კაცში. ეს ჩემი პრობლემა იყო. მე ვერ წავიყვანე მატჩი კარგად, ძალიან ვინერვიულე, დავიძაბე. მოსაუდნელი იყო, არ უნდა გაგვიკვირდეს ესპანელების ბურთის ფლობის პროცენტი რომ მაღალი იქნება სტატისტიკურად. ესპანელები ცენტრში საჯარიმოსთან ხავი ბურთი ჩორეული დარტყმა ლორია საოცარ ბურთს იგერიებს ლორია. თუმცა შემდეგ ტურში რომ გადავსულიყავი იქ ჩემი აზრით უფრო მეტი უპირატესობა ბიჭებს ექნებოდათ, რადგან ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ. ვერ შევძლებდი მათთვის კონკურენციის გაწევას, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ საინტერესოა გოგო კომენტატორი და უნდა ეძრეოდეთ შანსი, იმიტომ რომ მოისმენია ძალიან ბევრი საზღვარგარეთის წაყვანილი მატჩები მათ მიერ და ჩემი აზრით საინტერესო და ახალია მაყურებლისთვის და მსმენელისთვის. One of the key points of his new tactics here is to get the set pieces right and try and score from them, but here's Blackburn on the attack. And it's Benny McCarthy! And Benny McCarthy has scored his 21st goal of the season for Blackburn Rovers. კონკურსის მეორე დღესაც აქტიურობდნენ გოგონები. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი სერიოზულად არის ჩართული სპორტში. ის არც მეტი, არც ნაკლები გამოცდილი მეკარეა.
დარწმუნებული ვარ, თუ ეს შოუ გაგრძელდება შემდეგ სეზონში უფრო მეტი გოგო მოინდომებს მონაწილეობის მიღებას და უფრო მეტად წინ წავლენ, ვიდრე მე ან ჩემი მეგობრები, რომლებიც მონაწილეობდნენ აქ. უახლოვდებიან მოწინააღმდეგის მოედანს, გიორგი და მეკარეს უვარდება ბურთი და 1-0. გამორბენი დარტყმა, მაგრამ ცოცხალმა კედელმა მოიგერია კიდევ ერთი. ოპა. მაპატიოს დინამოს მეორე ნომერმა, მაგრამ სარაგბო ტერმინი რო ვიხმარო ეს არ ეკნის უფრო. გავდა. ალბათ სხვა ქვეყანაში რო ყოფილიყავი, ვიტყოდი რომ სქესმა ხელი არ შემიშალა, მაგრამ საქართველოში მაინც სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ მე მგონი ცივილიზებული ადამიანები ვართ უკვე, მაინც არის ხოლმე რაღაც ხელი შემშლელი ფაქტორები. თუმცა ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, არ წარმოადგენს. მივედი იქამდე, სადამდეც მივედი. გავაკეთე ის, რაც ძალიან მინდოდა. ეს იყო და ეს. კოტო ცდილობდა ენდელაძის მოტყუებას, არ გამოუვიდა ავტო, თვითონ დაიძრა. მოედის ცენტრში კუტალია. აქეთ არის გადაცემა საჭირო, მაგრამ რაც სუდ მომენტში დაუცდა ფეხი ზესტაფონელთა მე-17 ნომერს. დიდი ბუდიში ქალბატონებს უყურებს, მაგრამ არ მიმაჩნია. სწორად რა შეიძლება მას მიაჩნიოს სწორად, მაგრამ მე არ მგონია ის რომ კომენტატორი ქალი უნდა იყოს. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგად იცოდეს ფეხბურთი, როგორც აქ ყოფთაგანმა, ბევრმა მათგანმა, ეკამ ელოშულმა ძალიან კარგად იცის ფეხბურთი, ანამაც ყველამ აბსოლუტურად. უბრალოდ ერთი მომენტია რა. ყურში მხვდება ცუდად, არ შემიძლია გოგომ დაიყუროს, რომ გო არის გილოცავთ, აი ცუდად გადავხთავ. ფეხბურთში მაინც არ უხდება რა, ქალს მაინც ისეთი ხედვის უნარი არ აქვს ფეხბურთის, როგორც შეიძლება კაცს კონდეს და აქედან გამომდინარე არის ზოგადად მე მინახავს, არის თქვათ იგივე ინგლისელი კომენტატორი მინახავს მე ქალი ერთ-ერთი, მაგრამ ქალია, კაცია, კაცი მაინც ჯობია მე ესე მივიჭრა. Here's McCarthy. Well, he strikes it first time, crashes off the woodwork, and what a chance for Morten Gams Pedersen. But Antti Niemi in the thick of the action. მე ვერ დავიჯერებ, რომ დღეს საქართველოში არიან მამაკაცები, რომლებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია, რომ ქალი კომენტატორი ჩემთვის წარმოუდგენელია, ვერც იმას დავიჯერებ, რომ ისინი გადართავენ ნებისმიერ სხვა არხზე, რადგან ვიცი, რომ ყოველთვის ბოლომდე უქომაგებენ, შეიძლება არ გატყდნენ და თუ კი ის იქნება საუკეთესო რეპორტაჟი, შემდგომ სიამაყით იტყვიან, რომ მე ამ რეპორტაჟის ან თვითმხილველი, ან რადიომსმენელი ვიყავი, თუ კი იქნება შეცდომები მეორე დღეს ამის შესახებ აუცილებლად იქილიკებენ, თუმცა მე მაინც ვურჩევ, მოთმინებით უყურონ ამ რეპორტაჟს, მოთმინებით გვისმინონ და ჩვენგანაც ისწავლონ, იმიტომ რომ შეიძლება გოგონებმაც და ქალმა კომენტატორებმაც ძალიან ბევრი რამ ვიცოდეთ. ქალბატონებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს, როგორც ვიცი, შენზე, ხო? კი, ჩემი 8 მეგობარი გოგონა ახლა აქ არიან სტუდიაში ჩვენთან. და ასევე საიუველერო მაღაზია Excel Delphos-ს დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, რადგან მათ სპეციალურად თავიანთი რჩეულისთვის დააწესეს ძალიან კარგი საჩუქარი. ამიტომ მე მინდა Delphos-ის მარკეტინგისა და PR-ის მენეჯერს ნინო ფრანგულაისოს მოვუხმო. გამარჯობა ნინო, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენმა Delphos-მა დააწესეს სპეციალური საჩუქარი გოგონასთვის. რა არის ეს? ეს არის საათი. ძალიან დიდხანს ვარ ჩოდი სიმართლე რომ ვთქვა. და რომელი საათი? ეს არის შვეიცარიული ბრენდის ჯოჯოს საათი, რომელსაც 1 წლიანი გარანტია აქვს საერთაშორისო და ეხლა სწორედ მფლობელს გადავცემ. და ვინ არის მფლობელი? მოდით ვთქვათ სახელი და. მფლობელი არის ეკა ელოშვილი. ეკა ელოშვილი. აი ესეთი შესანიშნავი საჩუქარი. ეს Delphos-ისგან. მომზადა Delphos-მა. დიდი მადლობა. აი ეს შენ შემოკარგო? წარმატებებს გისურვებ. ნინო, დიდი მადლობა. არაფერი. თუ
თუმცა ჩვენი ფინალისტების არ დაუიწყებიათ. იცი რასაც შუქრები მომზადეს, მაგალითად მსოფლიო სპორტმა მომზადა სპეციალური გამოცემა მსოფლიო ჩემპიონების ისტორია, რომელიც აი აქ არის მოთავსებული და იმსვენებს მაგიდას. DVD დისკიც მოყვება ამას. გარდა ამისა, გაზეთ ლელოს მიიღებთ 1 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ. აი ესეთი მშვენიერი პრიზები გერგოთ თქვენ. მშვენიერია. მოკლედ, მე მგონი დგება დრო უკვე გავიგოთ. ჩვენი ფინალისტის ვინაობა? არა, კიდევ ერთი ჩვენი დავალება, უფრო ჩვენ რა უნდა გავიგოთ, ჩვენმა ფინალისტებმა უნდა გაიგონ დავალება, რომლისთვისაც ისინი არ მომზადებულან და მათთვის ეს არის სიურპრიზი. მოდით ახლა ვნახოთ, როგორ გაუძღვებიან ისინი ეპიზოდს, რომელიც ჩვენ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატიდან შევარჩიეთ და ახლა ისე უნდა ამოვიღოთ, მე მგონი ეპიზოდი თქვათ შემთხვევითობის პრინციპით, მოდი შენგან დავიწყოთ. ნოდარ ნახავთ აბა. აი ეპიზოდი შეგხვდება. თქვენ ნახავთ? არა, ნახე შენ თამარ. ესპანეთის საფრანგეთი. იოთა. ლევან. იტალია, ესპანეთი. იტალია, ესპანეთი. ჩვენიერი. აბა თქვენ იცით? ნოდარი იწყებს. ნოდარ დაიწყე. აბა თქვენ იცით წარმატებას გისურვებთ. Vamos! გამდინარე იქიდან პატარა ტექნიკური პრობლემა შეგვექნა, მოდი ლევან შენიც დავიწყოთ. კი ბატონო. მოირგე ყურსასმენები და იწყებს ლევანი. მზად ვარ. მოგესალმები ძვირფასო ტელემაყურებლებო, საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს ევრო 2012-ის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას და დღეს დიდი ზეიმის თანაზიარი ვართ, რადგან ვადევნებთ თვალყურს ფინალურ დაპირისპირებას იტალიასა და ესპანეთს შორის, რომელიც იმართება კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე. გახსოვთ ალბათ ის ფერნანდო ტორესი სახიფათო მომენტი დარტყმა და 3-0 ხდება ანგარიში. 3-0 საბოლოო დაასამარეს ახლა ფურია როხამ სკუადრა აძურა. გახსოვთ ალბათ ამ ორი გუნდის პირველი დაპირისპირება ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც შეხვედრა 1-1 დამთავრდა. იმ შეხვედრაში ესპანელები აგებდნენ კიდევაც, თუმცა შემდგომ სეს ფაბრეგასის მიერ გატანილი გოლით მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და სწორედ ეს ორი გუნდი გავიდა C ჯგუფიდან. მოხდა ისე, რომ მათი გზები კვლავ გადაიკვეთა და აქ ნახეთ რა კარგად ითამაშა ხა ანდრეს ინიესტა, ბრწყინვალე გამოზომილი გადაცემა გაუკეთა ფერნანდო ტორეს, ჩავარდა აქ უკვე მერამდენეთ იტალიელთა დაცვა და ფერნანდო ტორესმა სულ რაღაც 7 წუთის წინ შემოიყვანა იგი ვისენტე დელ ბოსკე მოედანზე და შეძლო გოლის გატანა 3-0. ეხლა ნამდვილად შეგვიძლია უკვე იტალიელებს, უკაცრავად ესპანელებს მიულოცოთ გამარჯვება და ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატის ფინალში წარმატებით ასპარეზობა. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა მსგავსად ჯგუფური ეტაპის დაპირისპირებისა ვისენტე დელ ბოსკემ პრაქტიკულად თავდასხმის გარეშე დაიწყო. მხოლოდ და მხოლოდ ეხლა შემოიყვანა ფერნანდო ტორესი მოედანზე, თუმცა ნამდვილად ვერავინ ვერ გააკრიტიკებს ამ მთავარ წვრთნელს, ვინაიდან მთავარი შედეგია, მთავარი ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია. ეხლა აქ ბალოტელი იყო შეტობაში, თუმცა კასილიასი დროულად გამოვიდა და განმუხტა ეს იერიში. გალვარო აღბელოვარე ახლა მოედნის ცენტრში. ნახოთ, ათამაშებენ ესპანელები ფურს და მიწურულისკენ მიდის უკვე აღნიშნული შეხვედრა. შესაბამისად, ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს უკვე ესპანელებმა იმისკენ, რომ გახდნენ პირველი ნაკრები, ასე ვთქვათ, ისტორიაში, რომელებაც შეძლეს და 3 ასე ვთქვათ, ბჭყალებში დიდი შლემის ტურნირი მოიგეს ზედიზედ. შეგახსენებთ, რომ 2008-ში ესპანელებმა მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, 2010-ში მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2012-ში პოლონეთსა და უკრაინის მინდვრებზე ახერხებენ და შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ მოახერხეს აღნიშნული, ასე ვთქვათ, წარმატების განმეორება და უკვე მეორედ ზედიზედ ეუფლებიან
ევროპის ჩემპიონის ტიტულს. ძალიან უსუსურად გამოიყურება ჩეზარე პრანდელის გუნდი აღნიშნულ დაპირისპირებაში. პირველ ტაიმის დებიუტშივე მე-14 წუთზე გახსოვთ ალბათ ფაბრეგასის სილვას ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაცია და შემდგომ ესპანელი ნახევარმცველის თაური დარტყმა ცხრიანში მოუთავსა ბურთი. აქ ბუფონს უკაცრავად, აქ გადის ანდრეს ინიესტა და ხუან მატა მეორე თავდასხმელი. ნამდვილად დროული არის, ვერაფერს იტყვი. მეორე თავდასხმელი შემოყავს ახლა ვისენტე დელ ბოსკეს, პრინციპში აქვს უკვე მას ამის უფლება, იმიტომ რომ სულ რაღაც რამოდენიმე წუთი რჩება აღნიშნული მატჩის დამთავრებამდე. იტალიელები აგორავებენ ახლა ბურთს მოედნის ცენტრში, აქ თამაშგარე მდგომარეობას დააფიქსირა გვერდითმა არბიტრმა. იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრის მთავარი მსაჯი გახლავთ პორტუგალიელი პედრო პროენკა, რომელსაც საკმაოდ დიდი ნდობა გამოუცხადა საერთოდ UEFA-მ და მას ყველაზე მეტი მატჩის, ასე ვთქვათ, არბიტრაჟი მოუწია ამ ევროპის ჩემპიონატზე. ვერ ვიტყვით, რომ ცუდად უძღვება, პირიქით მას არ გაქცევია მატჩის სადავეები ხელიდან, შვიდად და წყნარად, თითქოს თავიანთი შესაძლებლობის 50% გამოამჟღავნა ესპანეთის ნაკრებმა და ცალი ფეხით უგებენ იტალიას 3-0-ს. შეგახსენეთ, რომ მიმდინარეობს მატჩის 95 წუთი, ესპანეთი იტალიას 3-0. ევრო 2012-ის ფინალურ დაპირისპირებას ვადენებთ ვაყურს. აქ ტორესი იყო შეტევის მარცხენა ფრთაზე, ანდრეს ინიესტა, რომელმაც რამოდენიმე წუთის წინ დატოვა მოედანი. ორივე გუნდმა შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ აქ ნახოთ ახლა ფერნანდო ტორესია საჯარიმოში შეიძლება გვერდზე პასი გადაცემა ხუან მატა დარტყმა და 4-0. გაიყვანეთ იტალიის ნაკრები, გაიყვანეთ 4-0. ყველანაირად დაასამარა, ყველაფერს ხაზი დაუსვა და წარმომიდგენ ახლა რა ხდება ესპანეთის დედაქალაქში, ისევე როგორც სრულიად ესპანეთში. ზეიმობს მთელი ესპანეთი, წინვალად ითამაშეს ამ ადამიანს რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, გახსოვთ ალბათ პირველი იძულებითი სრულიება, რომელიც სულ რაღაც 21 წუთზე მოუწია მას, როდესაც ცენტრალური მცველი ჯორჯო კელინი დაშავდა და მის ნაცვლად ფედერიკო ბალძარეტი შემოვიდა. აქ ნახეთ რა კარგი გადაცემა გააკეთა ჩავიმ, აქ ფერნანდო ტორესმა დაინახა პარტნიორი, აქ მას გოლი გატანილი ქონდა, შეეძლო რა თქმა უნდა რომ ხუან მატასვისაც მიეცა ბრწყინვალე შანსი, ასეც მოიქცა, დაუტოვა ბუფონია გამოთიშული იყო უკვე აბსოლუტურად ეპიზოდს, დაუგორა ხუან მატას და მასაც არ გაჭირვებია ბუფონის კარში, საფაქტიურად ცარიელ კარში ბურთშეგოლა. ჩვენ ნოდარის ეპიზოდს სულ ცოტა ხანში ვნახავთ, მანამდე ლიკას აქვს რაღაც სათქმე. მანამდე უნდა შეგახსენოთ ის, რომ ჩვენი კონკურსი ასევე ითვალისწინებდა ხალხის სიმპათიის გამოვლენას. პირველივე გადაცემიდან ჩვენ ვამბობდით, რომ თუ თქვენ გყავდათ თქვენი ფავორიტი მონაწილე, თქვენ შეგეძლოთ შესულიყავით პირველი არხის ვებ გვერდზე და თქვენი ფავორიტისთვის მიგეცათ ხმა. შესაბამისად, ხმის მიცემა შეწყდა და ჩვენ გვყავს კომენტატორის და თქვენი ასევე ფავორიტი მონაწილე, რომელსაც დელფოსის PR-ისა და მარკეტინგის მენეჯერი ნინო ფრანგულაიშვილი დააჯილდოვებს. ნინო, კიდევ ერთხელ მოგესალმები, ესე იგი შენ ჩვენთან ხარ მთელი გადაცემის მანძილზე და თქვენ გვერდი. რაღაც კარგი საჩუქრები გაქვს. ესე იგი, მე არ მინდა რომ გული დაგწყვიტოთ წამყვანებს და ბატონ ჟიურის წარმომადგენლებს. სპეციალურად თქვენთვის დელფოსმა დააწესა საჩუქარი. ეს არის ინოვაციური პროდუქტი, საჩუქრების კრებული, ფრიბისი. და გადმოგეცემათ ჟიურის სამივე წარმოდგენელს და თქვენ წამყვანებს. ჯერ ჩვენ. მერე გადავცემთ წამყვანებს. და რა შეეხება ხალხის სიმპათიას? დიახ, რა შეეხება ხალხის სიმპათიას, კომპანია დელფოსმა შვილობილი კომპანია შეიძინა, ეს არის სოუშიკი, რომელიც რამდენიმე დღეა გაიხსნა თბილისი მოლში. სწორედ სოუშიკიდან მიიღებს საჩუქარს ხალხის სიმპათიის დამსახურებული მფლობელი. და ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ. და გავიგოთ. ჩვენი პროექტის ხალხის სიმპათია. აი ესეთი ძალიან კარგი საჩუქარი აქვს მას და მაშინ გვითხრით და გაგვიმხილეთ. რომ გადავცეთ. სანდრო თორდია. სანდრო თორდიას. სანდრო თორდიას და გადავცეთ ესეთი კარგი საჩუქარი. სოუშიკის გან საჩუქრად საათი. მივხვდი რომ საათი გიყვარდათ მოვედი თუ არა. ამიტომ თქვენ გვერდს ჩემი საათები შეგო. სწორი არჩევანი გავაკეთეთ. გილოცავ. მადლობა. თუმცა სოუშიკის გარდა დელფოს აქვს ძალიან კარგი სიახლეები. როგორც ეცე თავისი მომხმარებლისთვის. დელფოს სწორედაც რომ დაიწყო ბანკეტების და ქორწილების პერიოდი, ამიტომაც დელფოსმა ახალი კოლექცია ჩამოიტანა, სრულიად განახლებული მაღაზიები გელით.
ფასდაკლებები, რა თქმა უნდა, რითიც ყოველთვის განებივრებთ ხოლმე და გელი ჩვენთან მაღაზიებში. აუცილებლად თბილისი მოლში საუშკში. აუცილებლად გესტუმრებით და ნოდარ სიმსივეს დროა. ნოდარ, აბა წარმატებები გისურვებთ უსახმენები გაიგეთ. რიტუალი და შენ რა შეხვედრა შეხვდა? ესპანეთი საფრანგეთი. ო, მაგარი. აბა შენ იცი, წარმატებები. მაშასე გრძელდება ჩვენი პირდაპირი რეპორტაჟი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრები გუნდები. მე თავს არ შეგაწყენთ. აი ამ ორივე ნაკრებზე ისტორიებით საუბრით თავს არ შეგაწყენთ. მივადენოთ სულგანაბულება ეს დარჩენილი 5 წუთი, რომელიც გვაქვს ჩვენ საეთეროდ დარჩენილი, მივადენოთ და თითოეულ გადაცემას, თითოეულ შეტევას ყველა უფრო მეტი ყურადღებით უცქიდოთ ტელეეკრანს. რიბერი მარცხენა ფრთიდან უტევდნენ ფრანგი ფეხბურთელები და კლიში ახლა აუტიდან მოაწვდის ფულს ნახოთ რა მოყვება. აი ამ სტანდარტულ შეტევას და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. ნახოთ საკიფათო ეპიზოდი ბენზემაკ, კარგად თამაშობენ ესპანელი ფეხბურთელები და საბოლოოდ გამოვდით, კარგად შუდად დასრულდა მათთვის ყველაფერი და ახლა ახალი კონჩეტების განხორციელების საშუალება იწყება. არ შეიძლება არ გავიხსენო ევრო 2000 წელი, როდესაც ესპანეთის ნაკრები დაბარცხდა საფრანგეთის ნაკრებთან. ის თვითოული ესპანელი გულშემატკივრებისთვის ძალიან ცუდი გასახსენებელი მატჩი, არა იმიტომ რომ მხოლოდ გამოვარდა ესპანეთის ნაკრები, არამედ იქ ლეგენდარულმა რაულ გონსალეს ბლანკომ დააღალატა თვითოული გულშემატკივარი რაინდმა ესპანური ფეხბურთისა და მაშინ, მაგრამ მას იმდენი რამე აქვს გაკეთებული მთლიანად ესპანური ფეხბურთისთვის ეპატიება, ძალიან მშვიდად მიიღებენ აი ამ ყველაფერს ესპანელი გულშემატკივრები. თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა ამ ეპიზოდში და ფაბრიკასი აღმოჩნდა თამაშგარეში. განმეორებით გვიჩვენებენ აი ამ ეპიზოდს. და ნახოთ აი ეს ევროპის ჩემპიონატი როგორ დასრულდება საფრანგეთის ნაკრებთან აი ამ ჭიდილში ესპანეთისთვის. რამდენად გაამდიდრებენ თავიანთ ისტორიულ ფურცელს და რამდენად შეცვლიან რაინდები ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან. ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლებს. ნახოთ ხორდი ალბა უკან აკეთებს გადაცემას აუტიდან სწრაფად მოაწოდა ბურთი სერხიო რამოსი მშვიდად იქვე საკუთარ ნახევარზე ათამაშებს ბურთს. ეს არ არის ახლა უცხო ახალი, რასაც ესპანეთის ნაკრები აკეთებს ბურთის ფლობის მხრივ ძალიან კარგად მშვიდად დამაჯერებლად ათამაშებენ ბურთს, აბურთავებენ მეტოქის ნახევარზე. ხორდი ალბა გაკეთა გადაცემა, აქ მსოფლიო ჩემპიონატსაც შევეხები, გახსოვთ, როდესაც 3-1 წლის 2001 წელს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთის ნაკრებს და გამოთიშეს ასპარეზობიდან მაშინ სწორედ ეხლანდელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. ნახოთ რამდენად გაიმეორებენ აი ამ ტიტულს, აი ამ შედეგს ესპანელები. აი ამას ყველაფერს ნახავთ ჩვენ ახლა დღევანდელ შეხვედრაში. არბელუა მოაწოდა ბურთის სწრაფად გაითამაშეს, იქვე ხავი ალონსო, აქეთ ჩავი, უკან კეთდება გადაცემა, პიკე, არა უკაცრავთ ეს რამოსია, რამოსი დაიძრა თვითონ ინიესტა გადავიდა მეტოქის ნახევარზე, იქვე მშვიდად თამაშობენ ახლა ესპანელი ფეხბურთელები. ინიესტა ნახოთ თითოეული გადაცემა ძალიან საინტერესო ესპანელთა მიერ შესრულებული. ხორდი ალბა კარგად დაიძრა, კარგად გაცდა იქ ერთ ფეხბურთელს, ჩაწოდება სახიფათო მდგომარეობა. ხავი ალონსო მეკარისაგან მარჯვე და მაღალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი უпроსტად აქ მინდვრიდან აისხლიტა ბურთმა. დაუღებელი იყო ეს ყველაფერი ლორისისთვის და უძლური აღმოჩნდა ამ ეპიზოდში. ხორდი ალბას გადაცემა ძალიან აღსანიშნავი, რადგანაც იქ როგორც სელკმა ბავშვმა ისე მოატყვა ორი ფეხბურთელი გაცდა. კარგად აი ხედავთ განმეორებით გვიჩვენებენ აი ამ ეპიზოდს. როდესაც ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა გახსნეს დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში, აი ხედავთ რა კარგად წაიკითხა ეს სიტუაცია. ხორდი ალბამ დროულად დაიძრა მარცხენა ფრთიდან, აქ წაიქცა და ფეხბურთელი ჩაწოდება და ხავი ალონსოს აღარ გაჭირვებია ამ ეპიზოდში. გოლის გატანა ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება მთელი მატჩის მანძილზე თითოეული ესპანელი ფეხბურთელი და ეს უკვე შედეგზეც აისახა. ხორდი ალბა ძალიან კარგი გადაცემა აღსანიშნავია, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას. როგორ კარგად შეძვრა იქ ხავი ალონსო, ასხლეტილი ბურთი დაუწყა და უძლური აღმოჩნდა ამ ეპიზოდში ლორისი. რა თქმა უნდა ამ ბურთის აღებას ვერ მოვთხოვთ გოლორის. ყველაფერი მისთვის ძალიან ცუდად დასრულდა. ბუსკეტსი იქ აკეთებს გადაცემა შორი ბანძილიდან დარტყმა, დიდი ბანძილით ცდება ბურთი, ჩავის მიერ დარტყმული ბურთი საფრანგეთის ნაკრების კარს. შვიდად ვეღარ შეიყვას ახლა ბურთს თამაში ლორისი უნდა იჩქაროს.
თან მეორებით გუჩვენებენ აი ამ ეპიზოდს ჩავი სტარტული შორი მანძილიდან და დიდი მანძილით ცდება ბურთი ყველას და ყველაფერს. ნახოთ ლორისი. ჩავი ალონსო გოლის ავტორი. ბასკი ფეხბურთელი, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა კიდევ მინდა აღვნიშნო აი ამ პირველ ეპიზოდში, როდესაც ჩვენ გოლი ვიხილეთ და გაახარა ეს თითოეული ესპანელი გულშემატკივარი. ახლა ახალ შეტევას იწყებენ ფრანგი ფეხბურთელები, ნახოთ რამდენად გამოუვათ მათ ეს. ძალიან მალე კულმინაციას უახლოვდებით შეიძლება ითქვას და ძალიან მალე ჩვენ გავიგებთ თუ ვინ გახდება ჩვენი პროექტის და პრინციპში ქართული ტელესივრცის ისტორიაში პირველი პროექტია, რომელიც კომენტატორებს ეძებს და რომელიც ვინ იქნება პირველი აღმოჩენილი კომენტატორი, ჩვენ ამას ძალიან მალე გავიგებთ და ყოველივე ამაში დაგვეხმარება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე, ტელერადიო მაუწყებლობის დარგში გიორგი ჩართოვანი, რომელიც ჩვენთან სტუდიაშია, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე ადგილზე გასულიც მიიღებს ძალიან კარგ პრიზს, ის 2012-2013 წლების UEFA Super TAS-ის მატჩს პირდაპირ ეთერში არხის კომენტატორთან ერთად პირდაპირ პრაღიდან წაიყვანს, რომელსაც ამ უნიკალურ შანსს აძლევს ევროპა-ბეთი და ჩვენ ახლა სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ ევროპა-ბეთის წარმომადგენელი, PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამუნა ქვილითაია. მოდით თამუნა, მოგესალმებით. მოდით უფრო დაწვრილებით გითხარით, რა სიურპრიზი მოუმზადა ევროპა-ბეთმა მეორე ადგილზე გასულ კონკურსზე. სანამ პრიზზე გადავალ, მინდა 2-20 სიტყვით ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, გადაცემა კომენტატორის სრულ შემოქმედებით გუნდს, თითოეულ მონაწილეს, ჟიურის იმისთვის, რომ ეს არაჩვეულებრივი პროექტი ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებით შედგა და იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ აი ამ მართლაც რომ ეროვნულ პროექტში მიგვეღო მონაწილეობა. ძალიან დიდი სიამაყით ვადევნები თვალყურს განვლილ 3 თვეს და მინდა ვთქვა, რომ ვისი გამარჯვებითაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი საღამო, თითოეული მონაწილე უკვე წარმატებული, იმიტომ რომ მათ მიიღეს უზარმაზარი პროფესიული გამოცდილება. რაც შეეხება ჩვენს პრიზს, ჩვენ გადავწყვეტეთ გვენ უგევრჩებინა მეორე ადგილზე გასული მონაწილე, რომელიც არხის მთავარ კომენტატორთან ერთად გაემგზავრება პრაღაში იმისთვის, რომ წაიყვანოს მის ცხოვრებაში ყველაზე საპასუხისმგებლო და პირველი მატჩი პირდაპირ ეთერში. ასე რომ წარმატებას უსურვებ ორივე მონაწილეს და ნახოთ ამასობაში კი ჩვენმა ჟიურიმ უნდა მიიღოს უკვე მე მგონი მთავარი გადაწყვეტილება ამ 3 თვის განმავლობაში, რაც კი მათ გადაწყვეტილება მიუღიათ ამ პროექტთან დაკავშირებით, არც გვისმენენ, ნახე როგორ ჩართულები. მოდით შევაფასოთ ეს ფიქრობთ. არა, უნდა იფიქროთ. ძალიან ცოტა დრო გაქვთ თან საფიქრად. ჩვენ ახლა უნდა ვნახოთ, ხო? ნახოთ, უნდა ვნახოთ სიუჟეტი. იმასთან დაკავშირებით თუ საერთოდ ვინ ჩაუყარა ჩვენს ქვეყანაში ამ პროფესიას საფუძველი გავიხსენოთ ძველი და დიდი კომენტატორები, მოკლედ ძალიან მალე დავბრუნდებით სტუდიაში და უკვე ძალიან მალე ჩვენს გამარჯვებულსაც გავიგებთ. თბილისის დინამო იამანიძე, პოტრიკ გაძე, ბორის სიჭინავა, რეხუიაშვილი, ზეინგლიშვილი, გიორგი სიჭინავა, პარკაია, ცხოვრებოვი, დასუნაშვილი, მეტრეველი, მეს მარცხენა ფრთაზე მესხთან მესხი თანდათან უფრო სახებად ხდება ანდრეი ლუკისათვის. მან გამოავლინა თავისი სპორტული მექანიზმის ყველა დეტალი. გავიდა წინ დასმა. თამაში გრძელდება, კონტროლშეთის საჯარო მომენტზე და ისიც მოწე. მთელი გუნდი შეტევასია. შეტევაში მონაწილეობას იღებენ არა მარტო თავდამსხმელები, არა მარტო ნახევარი მცველები, არამედ 4-ვე მცველი. განსაკუთრებით კარგად თამაშობენ ბრამა შენგელია და უცაევი. უცაევი მიუახლოვდა საჯარო მომენტს დასმა. ცკიტიშვილი გადავიდა ბეტოქის ნახევარში, ნახოთ მარცხენა ფრთაზე ძალიან კარგი გადაცემა გააკეთა გიორგი დემეტრაძე ვერი თამაშობა, ნახოთ გიორგი დემეტრაძე მაგ თავისი ფანტაზია უნდა ჩართოს, ნახოთ კარგად აბალახებს აკეთლა ვერის შეიძლება ჩაწოდება სახიფათო ეპიზოდი და ერთ-ერთი შოთა არველაძე მაინც შემოქმედებითი ეპიზოდი გვაჩუკა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სპორტული სანახაობა, მთელი თავისი შემოქმედებითი მუხტი ჩადო. აი ამით შედგება მხოლოდ და მხოლოდ ამით არის ფეხბურთი გამორჩეული, აი ესეთი ეპიზოდების კიდევ ერთხელ ნახოთ ეპიზოდი გამეორებით. იბრძოლა ძალიან კარგად გურამ კაშიამ, შემდეგ ნიკოლოზ გელოშულმა გამოზომილი ძლიერი ზუსტი გადაცემა და შვენივრად შეიჭრა საჯარიმოში ალექსანდრე კობახიძე. შვენიერი გოლი.
ძველად რომ იყოდნენ ადამიანს ჩოხა უნდა უხდებოდესო, აი ესე უნდა უხდებოდა ჩემი აზრით ადამიანს სანაკრებო მაისური და ესეთი კაცია სანდრო კოპახიძე. დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის. ძალიან ახლოს არის ნოდარ ახალკაცის გუნდი მიზანთან, ახლა ზედმიწევნით ყურადღებით არის საჭირო თამაში დაცვაში, თუ კი ვინმე უნდა იაქტიუროს ეს უწინარეს ყოვლისა ჰოლანდიის საპორტო ქალაქ როტერდამის საფეხბურთო კლუბის წევრები არიან, მაგრამ როგორც თავადაც ხედავთ, მათ არაფერი გამოს პრაქტიკულად დაცვის ცენტრში უშეცდომოდ მოქმედებენ 1980 წლის ოლიმპიური წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი დინამოს მესამე ნომერი ალექსანდრე ჩივაძე და კიდევ ერთი ცენტრალური მცველი შოთა ხინჩაგაშვილი. იგივე თქმა შეიძლება განაპირა მცველებზე როგორც თამას კოსტავაზე, ასევე გია თავაძეზე და აბსოლუტურად ყველა სათამაშო რგოლზე. სწორედ დინამო თბილისის კარნავალში მიმდინარეობს დღევანდელი მატჩი და სრულიად დამსახურებულად დინამოელები იგებენ 2-0. ისე დაკითხიანი, რომელმაც ცენტრში გადმოიტანა სულაკველიძის მოსამართი, რომელმაც ერთ დამწვევს კარგად ავარა ბურთი. უცაევმა გაატარა სულაკველიძე 3-0. აჰა. სულაკველიძე გატანილი ბურთის ავტორი. წყინვალე ეპიზოდი ვიხილეთ ახლა თენგიზ სულაკველიძის შესრულებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ის არის, რომ აქ ვლადიმერ გუცაევი აღსანიშნავი, რადგანაც მან მთელი თავისი სპორტული ინტელექტუალიზმი გამოიყენა, როგორ კარგად წაიკითხა, როგორ კარგად იგრძნობა თავისი პარტნიორი თენგიზ სულაკველიძე, რომელიც დაიძრა კარგად, იქ დერეფანი მიცა საშუალება, რომ შესულიყო თენგიზ სულაკველიძე, გავიდა მეკარისთან პირისპირ და თავზე კარგად გადავდო ფილეს. ეს უკვე სერიოზული განაცხადია. შეგახსენებ, რომ ეს არის პირველი შეხვედრა. პირველი მატჩი 2 რაუნდია დაპირისპირებაში და ძალიან მძიმე წუთები ელის, მთელი 90 და შეიძლება მეტიც კი. თბილისის დინამოს განმეორებით თამაში, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სოლიდური უპირატესობის მოპოვება შეძლოს ჩვენმა ფეხბურთელებმა აქ. გიორგი უკვე მიიღო გიორგი გადაწყვეტილება, როგორც ვიცი, მაგრამ სანამ ჩვენ შევიტყობდეთ თუ ვინ გახდა კომენტატორი, ვინ მოიპოვა ეს ტიტული, მე მინდა ჟიურის კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ შეაფასოთ ჩვენი ორი მონაწილე და ზოგადად შეაფასოთ პროექტი კომენტატორი. პროექტთან დაკავშირებით შემიძლია თამამად თქვა, რომ მართლა ძალიან კარგი პროექტია. და შემიძლია ვთქვა ისე თამამად, რომ პროექტმა გაიმარჯვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მონაწილე ამ პროექტთან დაკავშირებით ვინც არსებობს, მინდა სულას მადლობა გადავუხადო თქვენს აგრეთვე ლიკას და გიორგის, ჟიურის წევრებს და ჩვენ ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა და რთული იყო ამ შემთხვევაში არჩევა. აქ შეიძლებოდა კენჭისყრით გადაგვეწყვეტა ყველაფერი, იმიტომ რომ ორივე ძალიან ძლიერი კომენტატორები არიან. მით უმეტეს იმ გამოკითხვაში ჩემი თაობის ხალხი იყო მწვრთნელები და ფეხბურთელები და მათ უშუალოდ ზუსტად დაასახელეს სახელი და გვარი. რა თქმა უნდა, ჩვენ დავწერეთ გვარი და ისე მივეცით ერთმანეთს და დაემთხვა ეს ხელწერა სამივეში ერთნაირად. აი, კონვერტში დევს ახლა ეს გადაწყვეტილება და მე მგონი ბატონი დავითი როდესაც გადაცემს ან თქვენ ან გოგა ჩართულანს ის იტყვის ყველაფერს ამას. მანამდე მინდა დავით მუჯირის შეფასებას ერთ რაღაცას ვიტყვი. საწყენი არ იქნება მეორე ადგილი, იმიტომ რომ პრაღაში წასვლა და იქიდან გადმოცემა რა ფეხბურთის ძალიან დიდი გეთანხმებით. ევროპა ბეთმა საკმაოდ კარგი სიურპრიზი დააწესა მეორე ადგილზე გასული. ძალიან კარგს ვიტყოდი. და გარდა მაგისა, რომ პრაღაში წასვლა მე პირადად მინდა ორივეს მოგილოცოთ. მე დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულმა ჟურნალისტიკამ და ქართულმა ფეხბურთმა ორი ახალი კომენტატორი შეიძინა, თქვენ ორივე გამარჯვებულები ხართ. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან რთული იყო ჩვენთვის ყველა ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღება. დღეს ჩვენ შევაფასეთ არა მარტო თქვენი დღევანდელი გამოსვლა, და მთლიანად პროექტის განმავლობაში, რას როგორ მოღვაწეობდით და როგორ წარმოაჩინეთ თავი, აგრეთვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, თქვენ იცით, რომ 31 მაისს ფეხბურთის კომაგმა იცის, გაიმართება კახაკალაძის გამოსამშვიდობელი მატჩი. ჩვენ ჟიურის წევრები ყოველთვის იცით თქვენ, რომ ნებისმიერ ტურში ვიღაცას უკმაყოფილოს ტოვებდით, იგივე შეიძლება მოხდეს დღესაც, თუმცა ამიტომ მე მინდა კონკურსის ყველა მონაწილე, რომელებიც პირველივე ტურიდან იყვნენ ჩართული, 83-ვე მონაწილე, რომლებიც პირველ ტურში გამოცხადდნენ, ჩვენგან საორგანიზაციო კომიტეტის სახელით 83-ვე მონაწილეს გადაეცემა უფასო ბილეთი თამაშზე დასასრულებლად.
რაც შეეხება დღევანდელ თქვენს გამოსვლას, მე მინდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იცით მე დასაწყისში თქვი, ერთმანეთის წინაშე წარდგნენ ერთი იყო ჩემთვის პირადად პირველივე ტურიდანვე ფავორიტი ამ კონკურსის, მეორე ლევანი ნოდარი მყავდა მხედველობაში, ლევანი იყო ის კონკურსანტი, რომელიც ტურიდან ტურამდე პროგრესს განიცდიდა და სტაბილურად პროგრესირებდა, ამიტომ ძალიან კარგი ფინალი იყო და ჩვენ ჟიურის წევრები ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ მოვახერხებთ, რომ მართლა ღირსეული ფინალისტები შევარჩიეთ და ფინალი, სუპერფინალი მართლაც იყო ორი ღირსეული მონაწილის შესრულებით. ასე რომ საბოლოო სიტყვას გამარჯვებულის ვინაობას მე პირადად გეუბნებით, ორივეს გილოცავთ ამ შემთხვევაში და მინდა რომ წარმატება გისურვოთ მომავალ საქმიანობაში. დავით. და დრო დავით მინაშვილმა გადმოხდეს მანამდე მე მინდა გიორგი ჩართულიანს თხოვო ჩვენთან სტუდიაში მოვიდეს. მოგესალმებით. მივესალმები მონაწილეებს პირველ ყოვლისა ფინალის, მივესალმები მაყურებელს და საზოგადოებას ჟიურის პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა. გიორგი, უპირველეს ყოვლისა მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით თვითონ პროექტ კომენტატორს? რამდენად გაამართლა ამ პროექტმა ქართულ ტელესიფრში? იცით რა, ერთი უცნაურობა აქვს, გარდა იმისა, რომ ძალიან აზარტულია ეს პროექტი და ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ ფეხბურთი საქართველოში ყველას უყვარს, მოგეხსენებათ ორი რამ იცის საქართველოში ყველამ, პოლიტიკა და ფეხბურთი, ეს იცის მართლაც ყველამ, ქალმაც, კაცმაც, დიდმაც და პატარამაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს პროექტი არის ძალიან პოპულარული მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან მას ჰქონდა გარდა აზარტისა ძალიან დიდი მნიშვნელობა იმის გამო, რომ სამწუხაროდ ამ პროფესიის ადამიანებს, პროფესიონალებს საქართველოში და მეთანხმებით ალბათ, რომ პროფესიულად არავინ არ ამზადებს, ასე ვთქვათ. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი სკოლა იმისათვის, ვისაც უნდა მომავალში შეიძინოს ეს პროფესია და აი ამ 3 თვის განმავლობაში ვფიქრობ, რომ იყო ეს დიდი სკოლა გაიარა ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში, როგორც მე ვიცი, 1000-მდე თუ 1000 განაცხადი იყო შემოსული და აქედან 100 შეირჩა საბოლოო ჯამში და ძალიან რთული დილემის წინაშე იყო ბუნებრივია ჟიური განსაკუთრებით ეს ყველაფერი გადაერჩი ამაზე ისაუბრეს. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმით, რომ ამ პროექტით როგორც ჩვენთან ასევე დაინტერესდნენ უფრო ჩვენის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და საბედნიეროდ გარკვეული რეზონანსი ამ პროექტს ხვდა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩემთვის პირადად როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ დღეს შევიძენთ ძალიან კარგ თანამშრომელს და ეს ამ პროექტის უნიკალობაც არის, იმიტომ რომ ამ ტელევიზიაში მოხვედრა დღეს პირველ არხზე არის ძალიან რთული ბევრი ადამიანისთვის და ამ პროექტმა მისცა საშუალება ერთ-ერთ მათგანს, ვინც დღეს გაიმარჯვებს და მეც არ ვიცი ეს ვინ იქნება. ეს მარტო კონვერტმა იცის და ეს იქნება ნამდვილად დიდი შენაძენი ალბათ ჩვენი ტელევიზიისთვის. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ აქ იქნება ღირსეული, თუმცა ორივე ღირსეული კონკურსანტია ნამდვილად და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ვარიანტში ეს ცოტა ისეთი ნათქვამია, რომ ყველა გამარჯვებულია, ორივე გამარჯვებულია, არა გამარჯვებული არის ერთი. ყველა ვარიანტში არის ერთი, ეს ესე იქნება, მაგრამ წარმატებული და წარმატებულ კარიერის გზაზე შემდგარი მეორე ნამდვილად არის და ეს მინდა მიულოცო ნებისმიერს, რომელიც ამ პროექტში მეორე ადგილს დაიკავებს. ხვებისთვისაც გაქვთ თქვენ ჯილდოები? ხალხის სიმპათია გვაქვს, არა არ დამავიწყდება, მე უბრალოდ ცოტა მომხილა გავაკეთე დაკავშირებით ფინალისტებთან. არის კიდევ ერთი პრიზი, არც თუ ისეთი დიდი მასშტაბის, რომელიც აკდებს, მაგრამ რასაც კონტრაქტი ქვია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სასიამოვნო ეს არის პრიზი, რომელიც გადაეცემა თუ არ ვცდები ამ შემთხვევაში გოგონას, ჩვენს მონაწილე გოგონათაგან, რომელმაც გაიმარჯვა საუკეთესო მონაწილე გოგონას, ბუნებრივია, რომელიც უკვე დასახელდა და ეს არის 2 მინი iPad-ი, რომელსაც მას გადასცემენ და ვფიქრობ, და ხალხის სიმპათია. ძალიან კარგი არის ესეც. და კიდევ ერთი და ხალხის სიმპათიას ბუნებრივია გადაეცემა კიდევ ეს პრიზიც. ამიტომ ჩვენ ვფიქრობ, რომ დღეს გავხსნათ თუ არ გავხსნათ? მოდით გავხსნათ. უნდა გავხსნათ. ძალიან ველოვეთ ჩვენი მონაწილეები ამ კონვერტის გახსნას. მაშასე ეს არის ლევან ჩხაიძე.
გილოცავთ ლევან. ნოდარ სიმსივეკი ევროპაბეთიდან საჩუქარს მიიღებს და ის პრაღიდან არხის კომენტატორთან ერთად 2012-2013 წლების UEFA სუპერთასის მატჩს წაიყვანს. ასე რომ ნოდარ შენს გილოცავ ლევან, მინდა მოგილოცვა შენ. მოდი ჩვენთან. გამარჯვებას. პირველმა არხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ლევანს ერთწლიანი სამუშაო კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო ნოდარ სიმსივე ევროპა-ბეთისა და პირველი არხის დახმარებით პრაღიდან 2012-2013 წლის UEFA სუპერთასის მატჩს წაიყვანს. ნოდარ შენს გილოცავ, იმიტომ რომ ეს პრინციპი გამარჯვება ნამდვილად არის. ლევან, თუ შეგიძლია რამის თმა მოგისმენ. შენი ემოცია რამდენად იყავი მზად? მზად ვერ გეტყვით რომ ვიყავ, იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი შემახვედრა, ასე ვთქვათ, ბედმა ფინალში. პირველ რიგში ყველაფერსო თავი დავანებოთ, მინდა ნოდარს გადავუხადო. ძალიან დიდი მადლობა არა მხოლოდ დღევანდელი დაპირისპირებისთვის, ასე ვთქვათ, მე ნოდარს უთხარი თამაშამდე, რომ მე მას არ განვიხილავდი როგორც ჩემს კონკურენტს. იმიტომ რომ ამ პროექტმა შეძლო ის, რომ ჩვენ გავხდით ძალიან კარგი მეგობრები. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ჩემს შემოწმებას, ჟიურის მინდა გადავუხადო, ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ უკვე მე რამდენიც იცხადებენ დობას და მე ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემზე დაკისრებული ეს დიდი ავანსი გავამართო. ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დაიწყო. სულ ეს იყო. სულ ეს იყო. ნოდარ, მოდი შენი ემოციაც გითხარი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას აი ამ პროექტისთვის. ლევანს გულწრფელად ულოცავ. დამსახურებულად გაიმარჯვა და ანალოგიურად ვიტყოდი, რომ მეც ლევანს როგორც მხოლოდ კონკურენტს ესე არ განვიხილავდი, მეგობრობთ უკვე და ჩვენ ყველანაირ გენაცვალე ჯიგარში. მადლობა ძმაო, დიდი მადლობა. მიულოცავთ გამარჯვებულ ჩვენკი მადლობა ვუხდით საზოგადოებრივ მაუწყებელს. რა თქმა უნდა ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობარ კომპანიებს დელფოს და ასევე ევროპაბეთს. რა თქმა უნდა ჩვენ კომპეტენტურ ჟიურის პირველ არხს მოკლედ ნახვამდის ამ ხალხს ახლა ბევრი საქმეა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, კარგად ზანდებოდეთ. კარგად.